ჟურნალისტებმა შეკითხვები დაასვეს, მაგრამ მათ პასუხები არც აინტერესებდათ. ესენი ჟურნალისტები კი არა სპეცრაზმელები იყვნენ. ეს არის ქართული ჟურნალისტიკა. ასეთი შეფასებები საზოგადოებაში მედიის მისამართით 1 ნოემბერს ბიძინა ივანიშვილის პრესკონფერენციის შემდეგ გაჩნდა. როგორები უნდა ვიყოთ ჟურნალისტები და რა როლს ვასრულებთ დღეს მეოთხე ხელისუფლების წარმომადგენლები? ვის ინტერესებს გამოხატავენ ჟურნალისტები, ხელისუფლების თუ საზოგადოების? არის თუ არა ქართული მედია ბანაკებად დაყოფილი? თქვენ უყურებთ გადაცემას უპასუხეთ ხალხს, სადაც დღეს ქართული ჟურნალისტიკის პრობლემებზე ვისაუბრებთ საღამო მშვიდობისა. დღეს ჩვენი სტუდიის სტუმრები არიან საინფორმაციო სააგენტო ინტერპრეს ნიუსის ჟურნალისტი მარინე კუპრეიშვილი, გაზეთ ბათუმელების ჟურნალისტი ნათია ზოიძე და მედია ექსპერტი ზვიად ქორიძე, რომელიც ამბობს, რომ ჟურნალისტები ივანიშვილთან პრესკონფერენციაზე უჩვეულოდ სულაც არ მოქცეულან. მათ მიტინგის მოწყობა დაავალეს. საღამო მშვიდობისა, დიდი მადლობა, რომ გვეწვიეთ გადაცემაში უპასუხეთ ხალხს. გადაცემის მსვლელობისას თბილისიდან სკაიპის საშუალებით ჩაგვერთვებიან ინტერნეტ გამოცემა მედიაჯის რედაქტორი დავით მჭედლიძე, თავისუფალი ჟურნალისტი ფოთიდან ირაკლი აბსანძე და საზოგადოებრივი მაუწყებლის ასევე რადიო ძველი ქალაქის ჟურნალისტი ქუთაისიდან დავით ლიკლიკაძე. დღევანდელ გადაცემაში მონაწილეობაზე დაგვთანხმდა გაზეთ აჭარის ჟურნალისტი მარინა მითაიშვილი, თუმცა მოგვიანებით მან სტუმრობა გადაიფიქრა. გადაცემაში მონაწილეობაზე უარი გვითხრეს აჭარის მთავრობის საქვე უწყებო ტელევიზიის ჟურნალისტებმა მოუწოდების მიზეზით არ გვესტუმნენ ასევე ტელეკომპანია იმედისა და პირველი არხის ჟურნალისტები აჭარაში. გადაცემაში მონაწილეობაზე ასევე უარი გვითხრა საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტმა დავით პაიჭაძემ და ეკა კვესიტაძემ. სკაიპით ჩართვაზე ასევე უარი გვითხრა იმედის ჟურნალისტმა ლიკა ბერაიამ, პრესაჯის ჟურნალისტმა შორენა გოგოლაძემ და საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებმა ნინო გომართელმა და რატი ხვისტანმა. სანამ საუბარს დავიწყებთ, ნახოთ ირინა ყურუას სიუჟეტი, რომელიც მან სპეციალურად ამ გადაცემისათვის მოამზადა. ვის სამსახურშია ქართული მედია, ხალხის თუ ხელისუფლების? ამაზე დღეს ბევრს დაობენ. საზოგადოების წარმომადგენლები და მედია ექსპერტები ამბობენ, რომ ჟურნალისტები სამთავრობო და ოპოზიციურ ჯგუფებად არიან დაყოფილი. მედია ექსპერტი იანთაძე მიიჩნევს, რომ პირველ ჯგუფს მუშაობა დიდი ზეწოლის ქვეშ უხდება. ჟურნალისტი ნინია კაკაბაძე კი ამბობს, რომ ოპოზიციური მედიის არსებობას ხელისუფლების ინტერესების დამცველი კოლეგების მუშაობა განაპირობებს. არსებობს სატელევიზიო მედია, სამი ნაციონალური არხი, რომელიც ყველაზე მეტად ასე ვთქვათ, პოპულარული არის სხვა მედია საშუალებებს შორის. ეს არის ეს არხები, რომელიც ვრცელდება მთელს საქართველოზე და ეს სამივე არხი არის ხელისუფლების მკაცრი კონტროლის ქვეშ. საზოგადოების ინტერესების გამტარებელი თითქმის არც ერთი მედია საშუალება არ არის. ეს არის პირდაპირ ერთი, რომელიც ხმალამოღებული ვთქვათ, ებრძვის ხელისუფლებას და მეორე, რომელიც ხმალამოღებული იცავს მის უფლებებს. არიან ჟურნალისტები, რომელთათვისაც სწორედ ეს არის მნიშვნელოვანი, რომ ყველა სიტუაციაში საზოგადოებას უთხრან სიმართლე და არიან ჟურნალისტები, რომელთათვისაც ეს არ არის მნიშვნელოვანი და მათ ზოგჯერ შეუძლიათ ნახევარსიმართლე უთხრან, ან სულად წყვილი უთხრან საზოგადოებას. სახელისუფლებო და ოპოზიციურ მედიასთან ერთად არსებობს ობიექტური მედიაც, ამბობს რადიო თავისუფლების ჟურნალისტი ნატა იმედაიშვილი. მისი აზრით, ეგრეთ წოდებული სამთავრობო მედიის წარმომადგენლები საკუთარი კეთილდღეობის სანაცვლოდ ხშირად ექცევიან პოლიტიკოსების გავლენის ქვეშ. ამ მოსაზრებას იზიარებს პოლიტიკოსი გია მასალკინი. უპირველესად ეს არის კეთილდღეობის ძიება. ეს არის ფული, რომელსაც ძალიან დიდ თანხას უხდიან იმ ჟურნალისტებს, რომლებიც ასრულებენ იდეოლოგიურ შეკვეთას. არის სახელისუფლებო მედია, არის ოპოზიციური მედია და არსებობს ობიექტური მედია. ჩვენთან ახლა განსაკუთრებით ჩვენს რეგიონში ამის მაგალითები არსებობს, თუმცა ახლა რა თქმა უნდა ამინც ქმნის სახელისუფლებო და ოპოზიციური მედია, სამწუხაროდ ჭარბობს რა თქმა უნდა სახელისუფლებო მედია, რომელსაც აქვს ძალიან დიდი გავლენა. აჭარის უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე პეტრე ზამბახიძე მიიჩნევს, რომ პოლიტიკოსების ზეგავლენის ქვეშ ჟურნალისტების მოქცევა მათი არაპროფესიონალიზმის ბრალია. იგი თვლის, რომ შეცდომებზე კოლეგებმა ხმამაღლა უნდა ისაუბრონ. მედია ექსპერტი იანთაძე მიიჩნევს, რომ ჟურნალისტები სამთავრობო დაკვეთებს რამდენიმე მიზეზის გამო ასრულებენ. მათ შორისაა ჯანსაღი კონკურენციის და დამოუკიდებელი სასამართლოს არარსებობა. არ აქვს სრულფასოვანი ხელშეკრულება, რომელიც მას დაიცავს იმ შემთხვევაში, თუ თავის დამქირავებელთან ექნება კონფლიქტი იმის გამო, რომ მას უნდა, რომ თქვა სიმართლე და დამქირავებას სხვა რამ უნდა მისგან
გარდა ამისა, სასამართლო იცით თქვენ როგორია საქართველოში და ჟურნალისტს არ აქვს იმედი, რომ ამ თავის ხელშეკრულებით წავა სასამართლოში და დამქირავებელ საქმეს მოუგებს და რა თქმა უნდა ძალიან ცოტა არის კონკურენტუნარიანი მედია საშუალება, სადაც შეიძლება წავიდეს სიმართლის თქმელი ჟურნალისტი და თქვა თუ ერთი მედია საშუალება მას გამოუშვებს სამსახური და ასევე სრულფასოვნად დასაქმდეს სხვაგან. გარკვეულწილად ნაკლებ კვალიფიცირების ბრალია იგივე მედია საშუალებების წარმომადგენლების ის ხარვეზები, რაც არსებობს სწორედ ამ კუთხით. ჟურნალისტები კოლეგების მიმართ ფაქტიურად უგზალავენ კიდეც რესპონდენტებს აზრის გამოთქმას. თითქოს ეს არ ჩაითვალოს, რომ არაკოლეგიალურია რომელიმე ჟურნალისტის მიმართ. მე ვფიქრობ, ეს არის პრობლემა, იმიტომ რომ ნებისმიერი თემა შეიძლება იყოს ღია, მათ შორის ჟურნალისტის კარგი თუ ცუდი საქმიანობა. გაზეთაჭარის ჟურნალისტი რევაზ მსხილაძე ქვეყანაში ობიექტურ მედიას ვერ ხედავს. ხალხი კი ჟურნალისტებისგან ობიექტურ ინფორმაციას ითხოვს. არსებობს თუ არა ობიექტური მედია? ობიექტური მედია ნამდვილად არ არსებობს დღეს საქართველოში. ჩემი ალალი მოსაზრება ეს. რა არის ამის მიზეზი, როგორ ფიქრობთ? ამის მიზეზი ისე რომ საზოგადოება არ არის თავისუფალი. არ არის თავისუფალი აზრის გამოთქმის ისეთი საშუალება, რომ მე უკან მოხედვის არ გეშინოდეს კაცს. ჟურნალისტები არ მიმაშია ჟურნალისტებად დღეს საქართველოში. უფრო ბრალდებლები არის. ვისაც ეშინიათ არაფერს ეკითხებიან, ვისაც არ ეშინიათ ჩაყობიან ბოლომდე. ექსპერტების მოსაზრებით ჟურნალისტიკა გავლენებისგან გასათავისუფლებლად პერიოდულად იბრძვის და მათი აზრით ქართული ჟურნალისტიკა ახლა სწორედ ორიენტაცია. ჩვენ ველოდებით თქვენს აქტიურობას, გამოხატეთ თქვენი მოსაზრება ან დასვით შეკითხვა. დაგვირეკეთ ტელეფონის ნომერზე 27 69 25. დაგვიმეგობრდით Facebook-სა და Skype-ში ლათინური შრიფტით მისამართზე უპასუხეთ ხალხს და გამოგვიგზავნეთ თქვენი შეკითხვები. და დავიწყოთ საუბარი. ქაბატონი მარინეთ, პირველად თქვენ მინდა გკითხოთ, თქვენთვის რა აჩვენა 1 ნოემბრის პრესკონფერენცია, რომელიც ბიძინა ივანიშვილთან გაიმართა? რა პრობლემა აჩვენა ამან უპირველეს ყოვლისა ქართული მედიის? ეს იყო ის, რასაც მე პირადად ველოდი. იმიტომ რომ თავისთავად ბატონ ბიძინა ივანიშვილის ქართულ პოლიტიკურ სივრცეში შემოსვლა ეს იმდენად მოულოდნელი იყო, რომ ამისთვის როგორც ჩანს არც ხელისუფლება და არც ჟურნალისტები ყოფილან მზად. ეს ერთგვარი შოკის მომგვრელი იყო, როგორც სახელმწიფო ჟურნალისტებისთვის მაგალითად, რახან ჩვენ ორ ბალანსზე ვლაპარაკობთ და ორ პოზიციაზე, ასევე დამოუკიდებელი მედიის წარმომადგენლებისთვისაც, იმიტომ რომ ბატონმა ბიძინამ თავიდანვე თავისი გამოსვლით, თავისი პირველი განცხადებებით თავარი დარტყმა სწორედ მედია საშუალებებს მიაყენა. სწორი იყო ასეთი დამოკიდებულება? ეს პოლიტიკოსის საქმეა, უკვე რანაირ პოზიციას დაეკავებს ის, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია რანაირი პოზიცია და რანაირი დამოკიდებულება გამოამჟღავნა ჟურნალისტებმა ამის მიმართ. მე ძალიან გამიკვირდა, როდესაც ინტერნეტ გამოცემებს ბუნებრივია ვეცნობოდი, იქ ბიძინა ივანიშვილის მისამართით ძალიან ბევრი უკადრებელი და ძალიან ბევრი უხამსი გამონათქვამების ნაკადი წამოვიდა. მე მაპატიონ ჩემმა კოლეგებმა, მაგრამ უნდა დავასახელო ინტერნეტ გამოცემა პრესაჯე, სადაც დაამკვიდრეს მეტად უხამსი ეპითეტი ბიძინა ივანიშვილის მიმართ პრო-ჭორვილელი პოლიტიკოსი. ეხლა პრო-ჭორვილელში რა ქვეტექსტი იგრძნობა და რა აზრიდევს, უკვე თავისთავად ჩანს, იცით? მისი პირველი ნაწილი ძალიან ცუდად ხდება ყურს და ჟურნალისტისთვის ეს მეტად მიუღებელია. და როდესაც ამ გამოცემის ჟურნალისტი მიდის პრესკონფერენციაზე და ცდილობს, რომ მან მიმართოს მომავალ პოლიტიკოს, ჯერ ბატონი ბიძინა პოლიტიკოსი არ არის. თავისთავად ცხადია, რომ იქ დანარჩენი კოლეგებისგან იქნებოდა გარკვეული წინააღმდეგობის მომენტი და სწორედ შეხლა-შემოხლა თვითონ საკუთრივ ჟურნალისტებს შორის ძალიან დაძაბულმა სიტუაციამ. ანუ დაინახეთ დაჯგუფებები ჟურნალისტებს შორის. ჩანდა ყველანაირად, იცით რა, მე მაგალითად პრესკონფერენციას ბათუმიდან ტელევიზორთან წყნარად დამჯდარი ველოდებოდი, რომ ამ პიროვნებისაგან მივიღებდი ამომწურავ პასუხს და ვერ მიიღეთ ეს ინფორმაცია. ვერ მიიღებდით ამ კითხვას, იმიტომ რომ მე ახლა არ ვიცი ვის რა დავალება ქონდა, იქ მე როდესაც ანალიზი გაკეთდა, ითქვა რომ ბევრი მათგანი ტელეფონით ღებულობდა რაღაც ინსტრუქციებს, ბევრისთვის იყო რაღაც წინასწარ გამიზნული, რომ იქ გადაქცეულიყო მიტინგად,
მაგრამ ერთი რამ ვერ გათვალეს, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილი თავის ველზე იმყოფებოდა. თავის ტერიტორიაზე იყო და ამდენად ჟურნალისტებმა ვერ გააკეთეს. თუ კი მათ გამაპატიეთ ამ გამოთქვით ბიძინა ივანიშვილის ჩაძირვა სურდათ პირიქით, ამ დროს მის სისქულზე დაასხეს. გავიგეთ ბატონეზია თქვენი მოსაზრება ძალიან საინტერესოა. Human Rights-თან გამოყადეთ თქვენი მოსაზრება და თქვით რომ უჩვეულო არ იყო ჟურნალისტების ამგვარი მოქმედება და მათ ჰქონდათ დავალებული მიტინგის მოწყობა პრესკონფერენციაზე. რამ განაპირობა თქვენი ამგვარი შეფასება? რა საფუძველი ჰქონდათ ასეთი შეფასებისთვის? დავალებული ჰქონდათ არა, ველოდი მიტინგს, იმიტომ რომ წინარე პერიოდში იმ სიუჟეტებიდან გამომდინარე, რასაც სამი სატელევიზიო არხი, საერთო ეროვნული სატელევიზიო არხი გადასცემდა, ეს იყო ამის მანიშნებელი. ის ვაჭრობა, რომელიც მიდიოდა საზოგადოებრივ მაუწყებელსა და ბიძინა ივანიშვილის პარტიულ თუ როგორც დავარქვათ შტაბს შორის, იყო მანიშნებელი იმის, რომ აი აქეთკენ წავიდოდა საქმე. მაგრამ ახლა სხვანაირადაც მინდა შევხედო სურათს და რა ვიცი თუ მოგწევთ ამის საშუალებასაც. ძალიან ხშირად ახლა სიუჟეტშიც ხო უსმენდი სიუჟეტს რაღაც ისეთი ამხნაგური სასამართლო იყო ხო მედიის სიუჟეტი, რაც თქვენ გავუშვით, რომ ყველაფერში დამნაშავე მედია. მედია არ არის დამნაშავე არაფერში, მედია ისეთივე საზოგადოებრივი ინსტიტუცია, როგორც სხვა რამ. ახლა რო ავიღოთ რა სხვანაირ სიუჟეტს გავაკეთებთ და უშუალოდ განათლებაზე. ან სხვანაირ სიუჟეტს გავაკეთებთ საზოგადოებრივ ჯანდაცვაზე. მედიას ხო აქვს თავისი წილი პასუხისმგებლობა. ყველას თავისი წილი პასუხისმგებლობა აქვს. მოდი იმიტომ გეუბნებით სხვანაირად შევხედოთ. როდესაც ჩვენ ყოფთ ასე, არის სახელმწიფო მედია და არის ანუ არის ამაზე ამბობთ რომ ბანაკებად არის დაყოფილი. არა, უბრალოდ არ არსებობს. თავად ტერმინი სახელმწიფო მედია არის ნონსენსი. ასეთი რამ არ არსებობს. არ შეიძლება მედია იყოს ხელისუფლების მხარეს. მედია არის თავად მისი ამ ტერმინის ეტიმოლოგიიდან გამომდინარე, ეს არის მედიუმი, ეს არის სადღაც შუაში. ვისა და ვის შორის შუაში? ხელისუფლებასა და საზოგადოებას შუა არის ეს. და თუ ვინმეა მისი პარტნიორი არის საზოგადოება და არა ხელისუფლება. სახელმწიფო მედია არ არსებობს. ის რაც ასრულებს ხელისუფლების დაკვეთას და მას ჩვენ დავარქმევთ მედიას და მოუძებნით ამ ტერმინს სახელმწიფო მედია. ამას ნებისმიერ თეორიაში ქვია პროპაგანდა. და პროპაგანდაზე ჩვენ არ ვისაუბროთ. შესაბამისად, უკვე სხვა რაც არ არის პროპაგანდა, არის მედია. ისევე როგორც აი მაგალითად ძალიან ისეთი ჩამოყალიბდა რაღაც ჩემთვის მიუღებელი სტერეოტიპი, რომ ოპოზიცია ცუდია. თუ არის ოპოზიცია რამე განსხვავებული თითქოს უკვე ცუდია. პოლიტიკური ოპოზიცია არის ძალიან კარგი და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. რამდენადაც სუსტია პოლიტიკური ოპოზიცია, იმდენად სუსტია თავისი არსით ხელისუფლება. და იმდენად მიილტვის ხელისუფლება ძალადობისკენ. არა, მე მინდა მოკლედ დავამთავრო, რომ მედია აუცილებლად, აი ამით დავასრულებ. მედია თავისი ბუნებით, თავისი არსით, ეს არის ოპოზიცია. ის ოპონირებს ყველას. ის ოპონირებს ხელისუფლებას, ის ოპონირებს საზოგადოებას, ის ოპონირებს პოლიტიკურ ოპოზიციას, ის ყველას ოპონირებს და თუ მან ეს ფუნქცია დაკარგა, მაშინ ის ხდება ატავიზმი და ხდება პროპაგანდა. დაკარგა ეს ფუნქცია, მოკლედ გითხარით. რითი იძენს ის ამ ფუნქციას? კითხვების დასმით. თუ მედიამ დაკარგა კითხვის დასმის სურვილი, ის კარგავს უკვე ამ ოპონირების ფუნქციას. დაიკარგა შეკითხების დასმის სურვილი. და კითხვები მოისმინეთ? დიახ, საინტერესოა. მე ზუსტად ამაზე ვსაუბრობ რა. ის მედია საშუალებები, რომლებიც ცდილობენ რომ შეირგონ ეს ტერმინი სახელმწიფო მედია, კითხვებს არ სვამდნენ. ეს არის პრობლემა. გასაგებია. დიდი მადლობა. კაპიტან ნატია, თქვენი შეფასებით რა როლი შეასრულეს ამ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებმა? ჯაბა, მოდი მე მოვყვები თვითონ ჩემი ემოციის შესახებ, რომელიც მქონდა ამ პრესკონფერენციის ეთერში გადაცემის დროს. მე ამ დროს ჩვეულებრივად მუშაობდი და ვიყავი სამუშაო სიტუაციაში, ანუ ინტერნეტთან, იმიტომ რომ ვებგვერდისთვის ვამზადებდი მასალას. და როდესაც დაამთავრა ბიძინა ივანიშვილმა თავისი მიმართვა და დაიწყო ტრიპოლსკიმ თქვა ესეთი რამ, რომ შეთანხმების თანახმად საზოგადოებრივი არხის ჟურნალისტი დასვამს პირველ შეკითხვას და დაიწყო საზოგადოებრივი არხის ჟურნალისტმა შეკითხვის დასმა და ბუნებრივია
მე ვამზადებ უკვე საიტისთვის მასალას და ანუ ვკრიფავდი ტექსტს რომ რა შეკითხვას დასვამს და ანუ სინქრონში გადამქონდა სინქრონში ეს პროცესი. დიახ, უფრო სწორად ეს შეკითხვა. და როდესაც მივხვდი რომ უკვე რაღაც გააზრების საშუალება იმ წუთას ნაკლებად გაქვს, იმიტომ რომ მუშაობ იმ წუთას პროცესში და როცა მივხვდი რომ რაღაც უკვე ნახევარ გვერდს გადაცდა ეს შეკითხვა, ანუ რაღაც ანომალიასთან არ მინდა ახლა უწოდო ამას ანომალია, მაგრამ რაღაც მივხვდი რომ ჩვეულებრივ სიტუაციაში არ მიმდინარეობდა და აქედან გამომდინარე შემდგომ უკვე გადავრთე ვიზუალზე გამოსახულება მაუწყებლის ჟურნალისტის შეკითხვა არ იყო ეს შეკითხვა. ეხლა შეკითხვა რომელიც არის ერთი გვერდი ბუნებრივია ეს არ არის შეკითხვა იმიტომ რომ გახსოვთ რაზე იყო შეკითხვა? კი მე მახსოვს არა ჯავშ ვეკითხე. ხო მე მახსოვს როგორ არ მახსოვს ეს ეკითხებოდა თქვენ ბევრი არაფერი არ ვიცოდეთ თქვენ შესახებ მაგრამ მე კითხვა რა შემდგომარეობა თქვენ ასე აპირებთ ამგვარი დემოკრატიით აპირებთ მსოფლიოს გაუცებას. ბოლოს ეს ამამდე დავიდა ეს შეკითხვა. ბოლოს ერთი წინადადების გამოსახვა მანამდე იყო ძალიან დიდი შესავალი. ნუ შესაძლებელია რომ მართლაც რაღაც უპრეცედენტო ზომები იყო მიღებული, მაგრამ ეს არის კულუარები მაინც და მე მგონი რომ ჟურნალისტებმა არ უნდა გამოვიყენოთ ეთერი ბოროტულად, მაინც ასე მგონია, იმიტომ რომ თუ ეს არის ჩვენ ამას აუცილებლად ავსახავთ, თუ იყო რაღაც უპრეცედენტო, ჩვენ ამას აუცილებლად ვიტყვით, მაგრამ რაღაც ღია ეთერი და საზოგადოების მოლოდინი იმ დროს იყო სულ სხვა და ჩვენ საუბრობდით ჩვენს პრობლემებზე. ანუ აი იმაზე რომ ვიყავით შეურაცხყოფილები. ამ დროს საზოგადოების დაკვეთა და მოთხოვნა მე მგონი იმ დროს იყო უკვე სხვა მოლოდინი, რომ ჩვენ დავსვამდით კითხვას, რომელიც საზოგადოებას აინტერესებდა. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ დავიმსახურეთ კრიტიკა ქართულმა მედიამ, რაც მოვისმინეთ და მე ზუსტად მახსოვს, რომ იმ დღეს მუშაობის რეჟიმი ჩემი გაგრძელდა და შემდგომ სწორედ კომენტარისთვის ბატონ ზვიეთს დაურეკეთ, მინდოდა შეფასება გაკეთებულიყო მედიასთან კავშირში და ბატონმა ზვიეთმა გითხრა ბოლოს თავისი ინტერვიუს ბოლოს ასეთი ფრაზა, რომ ნუ იქ იყო მნიშვნელოვანი მესიჯები და ქართული მედია ახლა მაინც ნუ დაკავდება თუ დაკავდება ამის ანალიზით კარგი იქნება. დაკავდება ამის ანალიზით იქნება უკეთესი, თუ ანუ ეს ჩვენ მიგვანიშნა რომ ჩარჩოების სწორად უნდა ჩარჩოში უნდა ჩამჯდარიყავით. ეხლა მაინც ფუნქცია რო არ გაგვცეოდა ხელიდან. გასაგებია მაყურებელი გოლდება, გისმენთ თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ. ალო? გისმენთ. გამარჯობათ. გამარჯობა. ჩვენ დავენახეთ მაყურებლებმა ესე ჩვენი ჟურნალისტების ძალიან დიდი ნაწილის ნედაცემულობა სამწუხარო და მეთანხმებით მეკითხვა მინდა ასეთი დავსვათ. თქვენ ყველას კარგად გიცნობთ და თქვენ შედარება რომ შეგადაროთ კრეხელობა იქნებოდა იმ ჟურნალისტებთან. მეთანხმებით თუ არა იმაზში ბატონებო რომ ჩვენ ხელისუფლებასთან ერთად აი ამ ლაჩარმა და მხდალმა ჟურნალისტებმა მიიყვანეს ჩვენი ქვეყანა ამ თუ შეიძლება კორექტულები ვიყოთ, მაგრამ მაყურებლის პოზიცია ასეთია, რომ ანუ ვის შედეგს, პოლიტიკურ შედეგს აბრალებს ჟურნალისტებს. ბატონო ზვიეთ, თქვენი შეფასება მოკლედ რო გითხრათ. მე უბრალოდ მაინც ვისურვებდი, რომ ასეთი შეფასებები არ იყოს. ზოგადად არ იყოს, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება მიუღებელი იყოს თითოეული მათგანის ან თითოეული ჩვენგანის ქცევა ვინმესთვის. აქა თუ ასე შევხედავთ, თუ პოლიტიკური პროცესები წარიმართება, თუ საზოგადოებრივი პროცესები წარიმართება ნამდვილად დემოკრატიულად საქართველოში, თუ იქნება ქვეყანაში ნორმალური პოლიტიკური კონკურენციის გარემო და თუ საზოგადოება სწორედ არჩევანის გასაკეთებლად მივა საარჩევნო უბნებზე და არ მივა 10 კილო შაქრის ასაღებად. მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოში მედია გარემო აუცილებლად გაჯანსაღდება და ასეთი საზოგადოება არავის მისცემს უფლებას, რომ ტელევიზიები, გაზეთები, რადიოები, ნებოთ ინტერნეტ პორტალები გაიხადონ საკუთარი პროპაგანდის საშუალებებით. აი ეს არის გამოსავალი, სხვა გამოსავალი რო ხა ის მოდელი რაც ახლა ჩვენმა მაყურებელმა თქვა, ეს არის დაახლოებით იგივე ჩავრეცხოთ, ხო? ეს არის პრინციპულად მიუღებელი. აი ასეთ კონკურენტულ მედიაში შეიძლება ამ ჟურნალისტებმა ვერ იპოვონ ადგილი. იმიტომ რომ მათ დააკლდეთ რაღაც პროფესიონალიზმის მნიშვნელოვანი ელემენტები. და ამიტომ გამოვარდნენ გარეთ, იმიტომ კი არა რომ ისინი უნდა ჩავრეცხოთ, რაგი გარემო შეიძლება შეიცვალოს.
გასაგებია, დიდი მადლობა. ირაკლი აფსანძე, ჟურნალისტი, თავისუფალი ჟურნალისტი ფოთიდან გველოდება ახლა ჩვენი Skype-ის საშუალებით ჩაგურთვება. საღამოშობებისა ბატონო ირაკლი, გესმით ჩვენი ხმა? საღამოშობებისა გაგაცნობს თქვენი. დიდი მადლობა რომ მონაწილეობთ ჩვენს გადაცემაში. თქვენი შეფასებით არის თუ არა დღეს ჟურნალისტიკა ბანაკებად დაყოფილი და რა არის ამის უმთავრესი მიზეზი? ბორისალვენ პირველ რიგში მაყურებელსაც მივეცალმები და სტუმრებსაც სტუდიის თავიდან უნდა თქვა რომ მქონდა საშუალება მომესმიერად ზიადმა თქვა სახელმწიფო და ოპოზიციურ მედიაზე და აბსოლუტურად ვეთანხმები. თავისთავად საზოგადოების პრობლემა არის ეს მე მგონი რომ მედიას ყოფს ასე ბანაკება სახელმწიფო და ოპოზიციურ და გვავიწყდება მთავარი ბუნება მედიის რა არის. მედია არის მოდარაჯე ძაღლი თავისი ბუნებით. შესაბამისად მედია ოპოზიციურია როგორც ასეთი. სახელმწიფო როგორც ზუალმა თქვა, აი ეს მედია პროდუქტი რასაც ჩვენ სახელმწიფოდ წოდებულ მედია სივრცეში ვხედავთ, ეს მედია სულ უფრო და უფრო ნაკლებად გამოსება და არის პროპაგანდა და სხვათა შორის ბოლო დროს უფრო ეთყობა რომ თამას არის ძალიან დაწეული და დაბალი ხარისხის პროპაგანდა. ანუ ის რაც ჩვენ ვნახეთ ჯერ სპეცრეპორტაჟში იმედის და შემდეგ Real TV-ს გახმაურებულ გადაცემაში, რომელსაც კვირის თავარი პოლიტიკური კვირა თუ პოლიტიკური კვირა ქვია, სადაც ექსპერტთან, მოწვეულ ექსპერტთან ერთად საუბრობდნენ იმაზე, თუ ჩიბალებმა რა უწინასწარმეტყველებს ბიძინას ივანიშვილს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს. აი ეს თავისთავად უკვე აღარ არის არაფერი. შესაბამისად ჩვენ როცა აი ამას ჩვენ თვითონ ვუკეთებთ ეგ კლასიფიკაციას, გამოდის რომ არ ვიცით რა არის მედია და რა არის მედიის ფუნქცია. და ეს კიდევ ერთხელ კარგად გამოჩნდა პრესკონფერენციაზეც. იქებდნენ ჟურნალისტები, რომელთაც მოდარაჯე ძაღლის ფუნქცია ვერ წარმოედგინათ, როგორი უნდა იყოს და რაღაც ცოტა მერიდება თქმა, მაგრამ სოფიანი ძაღლებივით იქცეოდნენ, ვიდრე მოდარაჯე ძაღლებივით. მაგრამ მაინც მინდა იქეთკენ წავიდე, რომ ეს უფრო საზოგადოებრივი პრობლემა მგონია, რადგან ჩვენი საზოგადოება უკვეთავს ჯერჯერობით ისეთ ჟურნალისტიკას, რომელიც არ მოითხოვს მაღალ პროფესიონალიზმს. ხოლო აკადემიურ დარგულისხმობ, ესეც მინდა ვთქვა, აკადემიური ცოდნა აუცილებელი შემადგენელი ნაწილია, მაგრამ აი ზოგადად თუნდაც ის რომ ბატონმა ტრიპოლსკიმ, რომელიც მოდერატორი იყო ამ ძალიან ესეთი მნიშვნელოვანი პრესკონფერენციის და ეს პრესკონფერენცია თავისთავად ბუნების გამო ვერ იქნებოდა ისეთად დავარცხნილი, როგორც ქალბატონ ნინო კალანდაძის პრესკონფერენციებია, ხო? მაგრამ ის რომ ბატონმა ტრიპოლსკიმ აღიარა, რომ მე ბოლო 15 წელია მედიასთან არ მქონია საერთოდ, ამიტომ არ გიცნობ დარბაზში ვინც ხართ, ესეც თავისთავად არაპროფესიონალიზმია. პრესმდივანს ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია ისიც აქვს, რომ უნდა ლავირებდეს არსებულ მედია ლანდშაფტში და შესაბამისად გასაგებია, დიდი მადლობა. ირაკლი, თქვენ მუშაობთ რეგიონში. საინტერესოა თქვენი შეფასება, რა არის რეგიონში მომუშავე ჟურნალისტის მთავარი პრობლემა? მე როგორც მოგახსენება, ჯერ თავისუფალი ჟურნალისტი ვარ და ამჯერად მუშაობ გერმანიის პრესის სააგენტოს დაკვეთით. ამიტომ რეგიონულ პრობლემებს ამ მომენტში ნაკლებად ვიცნობ, მიუხედავად იმისა, რომ დიდი ხანია თანამშრომლობ მეცხრე კავკასთან, ადგილობრივ რეგიონულ ტელევიზიასთან და ცოტა ხანში ისევ ვაგრძელებ ახალ პროექტს, რომელსაც მე წარუწყობ. მაგრამ პრობლემები თავისთავად იგრძნობა იმის გამოც, რაც საყრდაღებული პრობლემაა, ინფორმაციის გამოთხოვა თავისთავად დიდი პრობლემაა და ჩვენ ჩემს თანამოაზრეებთან ერთად ერთ-ერთი საქმიანობა ისიც არის, რომ ადვოკატირების რამდენიმე კამპანია გვაქვს, შესაბამისად გვიხდება საჯარო ინფორმაციის გამოთხოვა და მაგალითად ისეთი ცნობილი თემის შესახებ, როგორც ფოთის საერთაშორისო აეროპორტია, რომელიც უკვე აღარ მახსოვს მე რამდენიჯერ გახსნეს, დღესდღეობით ფაქტი სახეზეა, რომ აქვს პროექტიც კი. ანუ არ ვიცით რა შენდება ეს აეროპორტი, რა შენდება, როგორ უნდა იყოს და ხომ გახსნილია ყველაფერი. დიდი მადლობა ირაკლი, რომ ჩაგვერთეთ გადაცემაში, სამწუხარ დამოიწურა ჩვენი საუბრის დრო. დიდი მადლობა რომ იყავით ჩვენთან ერთად. ეს იყო თავისუფალი ჟურნალისტი ფოთიდან ირაკლი აბსანძე. კარგად იყავით. და აი ნათია, თქვენ მინდა გითხოთ, ხომ რა ჩვენებს ეს პროცესი რაც ჟურნალისტიკაში ხდება, რომ დამოკიდებული არის მთლიანად პოლიტიკურ პროცესზე. და რა უნდა იყოს მთავარი მექანიზმი საიმისოდ, რომ არ იყოს პოლიტიკაზე და რომელიმე ხელისუფლებაზე დამოკიდებული ჟურნალისტიკა და ის იყოს მართლაც მედიუმი. არ ვიცი თუ სწორად გავიგე თქვენი შეკითხვა ჯაბა, მაგრამ მე ვფიქრობ ახლა თქვენ დასვით შეკითხვა, რომ რა არის ჟურნალისტიკის პრობლემა, ხო, ზოგადად. ან რეგიონის საერთოდ მე ვფიქრობ, რომ ერთი პრობლემა გვაქვს ჩვენ ზოგადად ქართულ მედიას და ჩვენი პრობლემა არის ის, რომ ჩვენ არ გვაქვს გავლენა საზოგადოებაზე.
ანუ გავლენა საზოგადოებაზე ვერ ვახერხებთ გავლენას საზოგადოებაზე და რას გულისხმობ ახლა ამას აგიხსნით თუ შეიძლება ერთ ფაქტს გავიხსენებ როდესაც მე ვიყავი ერთ-ერთ გაზეთში პრაქტიკაზე საზღვარგარეთ მაშინ ამ გაზეთის Florida Today-ის რედაქტორმა როცა გაიგო რომ მქონდა საგამოძიებო ჟურნალისტიკასთან შეხება და თქვა რომ მე წავიკითხე რაღაცეები და შენ ქონიათ 14 საგამოძიებო სტატია და იცით რა მაინტერესებს რომ რამდენი ადამიანი დააჭერინეთო ანუ შეკითხვა რომელმაც მე ცოტა დამაბნია და ცოტა შოკი მომგვარა აბსოლუტურად ლოგიკურია ამერიკული მედიისთვის იმიტომ რომ იქ მედიას აქვს ისეთი დიდი გავლენა როდესაც წერილები იწერება შემდგომ სისხლის სამართლის საქმეების აღძვრა ხდება აქ და ჯერჯერობით ჩვენ ქართულმა მედიამ ვერ მოვახდინეთ და ვერ მოვახერხეთ ის რომ გქონდეს საზოგადოებაზე ძალიან დიდი გავლენა ანუ ჩვენს წერილებს არც საზოგადოების დიდი ნაწილი ეცნობა და ეს მე არ ვამბობ რომ არის საზოგადოების პრობლემა და რა თქმა უნდა ჩვენი წერილების შემდგომ არ ინტერესდებიან შესაბამისი ორგანოები იმით ამ ფაქტების გამოკვლევით თუნდაც აი ავიღოთ ერთ-ერთი საგამოძიებო სტატიის თემა რომელიც იყო მეტნაკლებად გახმაურებული ნაციონალური მოძრაობის გამარჯვების ფორმულა ძალიან ძნელი წარმოსადგენელი და ასახსნელია ჩვენი კოლეგებისთვის როცა შენ ამბობ რომ რაღაც გამოავლინე რომ 980 მუშაკი დაიქირავეს არჩევნების წინ გადაუხადეს მათ ფული დაასაქმეს და მათ შეაგროვეს ბიუჯეტის ფულით საარჩევნო ინფორმაცია სახელისუფლებო ნაციონალური პარტიისთვის ეს არის მათთვის ძალიან ძნელი წარმოსადგენელი და უფრო ძნელი წარმოსადგენია როცა ეუბნები რომ ანუ ამ დოკუმენტზე ვისაც ჰქონდა ხელი მოწერილი საზოგადოებამ ისე ხელმეორედ აირჩია ქალაქის მერად ან საკრებულოს თავმჯდომარედ ძალიან აი ფაქტობრივად მათთვის არის გაუგებარი იქ საგამოძიებო სტატიები სხვაგან ცulis რეალობებს ცulis კანონებს და ჩვენთან რატომა ის რეალობა რომ ვერ ცulis ამ კანონებს და ვერ ცulis გარემოს და ვერ ცulis საზოგადოებრივ აზრს აუცილებლად შეცulis თუ ჩვენ ვიმუშავებთ სწორად თუ ჩვენ ახლა მოუყვებით ვაივიშს და გავაგრძელებთ ვაივიშს რომ მაინც არაფერი არ გამოდის და აღარ უნდა გავაკეთოთ ვერაფერს ვერ შევცვლით მაგრამ კიდევ ერთი ფაქტი მინდა გავიხსენო სხვათა შორის ერთ-ერთ საქმე უწყებო დაწესებულებაში ვიყავი და მინისტრის თანაშემწე მეუბნება ახლა არ დავასახელებ უბრალოდ მის სახელს და გვარს მეუბნება რომ მე ვიცნობ ბათუმელების სტატიებს თქვენ გაქვთ რამდენიმე კარგი სტატია ზოგი მომწონს ზოგი არ მომწონს და ბუნებრივია ალბათ ეს შენიშვნაც მისაღებია მაგრამ მე არ მომწონს ერთი რამ როდესაც თქვენო რაღაცებს წერთ შემდგომ აღარ მიყვებით ამას და მე მაინტერესებს შედეგი რა დადგა იმის შედეგი და ჩვენ არ მიყვებით თემებს ჩვენ ანუ არ ვახდენთ დავუშვათ ამ თემის ტირაჟირებას ერთხელ დავწერთ და იქ დავასრულებთ ეს უნდა გაგრძელდეს საზოგადოების ინტერესი უფრო მეტად უნდა აღძრა ამით უფრო მეტად უნდა დაინტერესოს საზოგადოებაზე გავლენა სხვანაირად ვერ გექნება მე ვფიქრობ რომ გავლენის მოპოვება არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა რომ ჩვენ არ გვაქვს გავლენა თუმცა ეს მარტო ჩვენს პროფესიონალიზმზე არ არის დამოკიდებული ეს სხვა რამეზეც არის დამოკიდებული ასე განვაგრძოთ კიდე ჩვენ ამ თემას კაპიტანი მაგრამ თქვენ მინდა გითხოთ აი ხშირად ისმის მოსაზრება ამგვარი რომ მნიშვნელოვანი არის კოლეგიალობა და ბანაკებად ხარ დაყოფილი ჟურნალისტები და თქვენ ერთმანეთს მხარს არ უჭერთ თქვა ხო იგივე დინო გომართელი თქვა ამბობდა რომ თავდასხმა იყო ბიზნევანიშვილის მხრიდან ჟურნალისტებზე თქვენ ამან გაგიჩინოთ თქვა რაღაც სოლიდარობის განცდა და თქვა დაინახეთ რომ იყო თავდასხმა ჟურნალისტებზე როდესაც ადამიანი მოდის პოლიტიკაში და ის აკეთებს უკვე თავის პირველ მესიჯს და მას მოყვება იგივე ჟურნალისტების მხრიდან და არაპოლიტიკოსების მხრიდან გასაოცარი სწორედ ეს იყო მე უფრო მეტ რეაქციას ველოდებოდი მისი ოპონენტი პოლიტიკოსებისაგან ვიდრე ჟურნალისტებისაგან ჟურნალისტმა მოდერატორის ასე ვთქვათ მედიუმის როლი დაკარგა და ამ დროს ჟურნალისტთა დიდი ნაწილი აღმოჩნდა როგორც მხარე პოლიტიკური ოპონირება გაუწიეს კაც რომელსაც ჯერ პოლიტიკაში პირველი ნაბიჯებიც არ გადაუდგამს და აი ძალიან მიხარია რომ დღეს ბატონი ზვიადი ჩვენთან ერთად არის და ჟურნალისტურ სოლიდარობაზე და თუ ჩვენ კოლეგიალობაზე ვლაპარაკობთ ყველაზე კარგად რას წარმოადგენს დღეს ქართველი ჟურნალისტები გამოჩნდა ფოტორეპორტიორების საქმის დროს გავიხსენოთ ჩვენ ვინ იდგნენ მაშინ შინაგან საქმეთა სამინისტროს წინ იმ სოლიდარობის ჯაჭვში და თუნდაც ბათუმში უშიშროების
სამინისტროს ყოფილი შენობის წინ. არც ერთი სახელმწიფო ნაციონალური ტელევიზიისა და მედია საშუალების ჟურნალისტი მაშინ იმ სოლიდარობის ჯაჭვში არ ჩამდგარა. ეს იმაზე მეტყველებს, რომ დაახარისხეს ჟურნალისტები. ვინ დაახარისხა? აი ბატონმა ზვიადმა თქვა, რომ სახელმწიფო და არასახელმწიფო ჟურნალისტები არ არსებობენ. თვითონ მათ ჩაიყენეს თავი ხელისუფლების მხარეზე. მათ გაავლეს სწორედ ის წყალგამყოფი, რამაც აი ჟურნალისტური ოჯახი გახლიჩა ორ ნაწილად. ეს ძალიან ცუდი ფაქტია. როდესაც ჟურნალისტს თავისი პროფესიული მოვალეობის შესრულების გამო აპატიმრებენ, მას სრულად დაუმსახურებლად მიაწერენ მოღალატის იარლიხს, ეს არის უდიდესი ტრაგედია და აქ ამ შემთხვევაში რომელ მხარესაც არ უნდა იდგეს, ჟურნალისტი ყველა უნდა იყოს სოლიდარული. ეს არის ჩემი აზრი. თუმცა ჩვენი მოთხოვნა მაშინ მარინა მე თუ ზუსტად მახსოვს იყო ის რომ ჩვენ მოვითხოვდით ამ თემის გასაჯაროებას და ამ გამოდეურებას და არ შემოუერთდა ამ ჩვენს მოთხოვნას და ამ საერთო მოთხოვნას ძალიან დიდი ნაწილი. ის ვისაც ეს თემა უბრალოდ მიაჩნდა, იმ ხალხს მიაყერეს პირდაპირ მოღალატის იარლიყი და ამაზე რთული და ამაზე ძნელი სატარებელი მე თვითონ რეპრესირებული ოჯახის შვილი ვარ. 37 წელს ბაბუაჩემი დახვრიტეს და მხოლოდ 20 წლის შემდეგ გამოირკვა, რომ ის ყოფილა მე ვიცი რას ნიშნავს. და როდესაც 21 საუკუნეში ადამიანს ყოველგვარი სასამართლოს გარეშე ამ იარლიხს აწებებენ და შენ როგორც კოლეგა მის გვერდით ამ შემთხვევაში არ დგები, ეს არის ძალიან დიდი გამოცდა. დიდი მადლობა. დათო მჭედლიძე გველოდება, ინტერნეტ გამოცემა მედიაჯის რედაქტორი, Skype-ით ჩაგვრთობა ის. საღამოშობისა ბატონო დავით, გესმით ჩვენი ხმა? კოლეგებო, მოგესალმებით ეს მაყურებელს. მოგესალმებით, დიდი მადლობა რომ მონაწილეობთ ჩვენს გადაცემაში. ბატონო დავითი იყო პრესკონფერენციაზე, მაშინ ელოდებოდეთ იმ პრესკონფერენციას, რა ხდებოდა თქვენი შეფასებით ამ პრესკონფერენციაზე, თქვენ დასვით ასევე შეკითხვა რაც შეეხებოდა ჟურნალისტებისა და პოლიტიკოსების ურთიერთობას. მიიღეთ თუ არა გულწრფელი პასუხი თქვენ ივანიშვილისგან? ბოლომდე ჩვენ რომ იქ ისეთი არაერთობა იყო, რომ თვითონაც დამნეულები რესპონდენტის პრესსამსახურიც მე ვერ მიიღე ის პასუხი, რასაც სიმართლე გითხრათ. და რატომ არ დაისვა შეკითხვები და ვერ მიიღეთ პასუხები ჟურნალისტებმა და ასევე საზოგადოებამ? რამ შეუშალა ამ პროცესს ხელი? რაც უნდა მომხდარიყო რეალურად? რა, ისიც იმდენი ხანი იყო ანონსირებული ეს პრესკონფერენცია და იქლა დიდი მელოდინი იყო, რომ თვითონ 200 ჟურნალისტის დასწრება იქ თვითონ ფაქტზე მოწყობს, მაგრამ რა მომეჩვენა, მე პრინციპში ამას ველოდი, რომ რაღაცა იქნებოდა ამდაბარი, ამიტომ ხო თუ გავიხსენებთ იმას, ბიზნეს გამოჩენის შემდეგ პოლიტიკაში, ხო? პროფესორ მისი განცხადების მერე რა წამოვიდა, თქვა ნაციონალური არქივისგან, როგორ შუქდებოდა მისი პიროვნება, როგორ შუქდებოდა მისი გადაწყვეტილება, ხო? უცებ რატომაც ეს კაცი აღმოჩნდა, მე ადვოკატობას არ უწევ ბიზნესს, მაგრამ მე ამ შემთხვევაში ვაფასებ თვითონ ტელევიზიის მუშაობას. ესეთი დამოკიდებულება და ესეთი ქცევა პრესკონფერენციაზე მოსალოდნელი იყო აი ამ სიუჟეტებიდან გამომდინარე. ამიტომ აი გასაკვირი არის. გასაგებია. თქვენ საერთოდ წავიკითხეთ სტატია, დათო ქარდავას სტატია, რაც ჟურნალისტობას შეეხებოდა და იყო ახსნილი, რომ ჟურნალისტია ის, ვინც ნახევრად პოლიტიკოსია და ნახევრად ჟურნალისტია და მან მაქსიმალურად უნდა მიიტანოს იერიში ოპონენტზე. თქვენი შეფასებით რა უნდა იყოს ის მექანიზმი და პირობა იმისათვის, რომ ჩვენ გვყავდეს ჟურნალისტები და არა ჟურნალისტები? რა ის პრობლემის ჟურნალისტამდე დაყვანა ეს ალბათ მარტივი გადაწყვეტილება იქნებოდა პრობლემის რა. აქ უფრო სხვა რაღაცასთან აღობა საქმე, აქ სისტემური კრიზისთან აქვს საქმე. იგივე ჟურნალისტები, რომლებიც თქვათ დღეს რუსთავიაში მუშაობენ ან იმედში, ხო? სხვა გარემოში, სხვა მედია საშუალებაში შეიძლება სხვანაირად მუშაობენ. აი ამაშია საქმე, ამით იგი ნინო გომართელი ხო ერთად მუშაობთ ჩვენ სააგენტოში ახალგაზრდა მოვიდა სამსტი ენერგიული აქტიური ბავშვი ხო და კარგად მუშაობდა ერთი სიტყვით რა მაშინ მითხარი კიდევაც თუნდაც დამემოწევა შენ ცოტა სხვა განხრით ახალმეთქი ტელევიზიაში ახალმეთქი მითხარი რა წავიდა მე დავით ხო წავიდა მაგრამ წავიდა ემოშია საქმე იქ რა გარემოში მოხდა მეორე საკითხი
რა. ასე რომ ჟურნალისტის პრობლემამდე ვერ დავიყვანთ ამ პრობლემას რაღაც ასეულს ეს არის პრობლემების პრობლემა, გამჭვირვალობის პრობლემა, სახელმწიფოს მხრიდან კონტროლი მედიაზე, აი ამაშია პრობლემა. როდესაც სახელმწიფო აკონტროლებს მედიას საშუალებას, ის კონტროლებად მედიას საშუალებაში ჟურნალისტი იქცევა ისე, როგორც მას სთხოვენ და მოსთხოვენ. აი ეს არის რეალურად რა, აი სიტუაცია. გასაგებია, დიდი მადლობა ბატონო დავით. დიდი მადლობა რომ ჩაგვერთეთ და გვითხარით თქვენი პოზიცია ამ გადაცემაში, გემშვიდობებით ნახვამდის. და ბატონო ზვია, თქვენ მინდა გითხოთ, აი ბატონო ნათი ამბობდა, რომ ჩვენ ვერ მოვახერხეთ მთავარი, რომ გქონდეს საზოგადოებაზე გავლენა. ვფიქრობთ, რომ აი ეს აუცილებელია ჟურნალისტიკისათვის და თუ ის აუცილებელია, მაშინ რა არის ამის მთავარი მიზეზი, რომ ეს არ არის? შეიძლება ცოტათი შევცვალო ეს ფრაზა და არ ამგონია, რომ განსხვავებული რა ვთქვა დიდად, მაგრამ იმედია ნათია მაპატიებს. ჩვენ კი უნდა მოვახდინოთ გავლენა საზოგადოებას. ჩვენ საზოგადოებასთან ერთად, უფრო მეტად საზოგადოებამ ჩვენთან ერთად, მედიასთან ერთად უნდა მოვახდინოთ გავლენა ხელისუფლებას. რა თქმა უნდა. ჩვენ ჟურნალისტებს ეს რაღაც ჩამოყალიბებული კლიშეა საქართველოში. სხვათა შორის ასე იყო კომუნისტების დროსაც. ეს ძალიან ცუდი მემკვიდრეობა დარჩა იმ პერიოდის ჟურნალისტიკისგან. იქ იყო კარგი მომენტები, რომელიც დაიკარგა და რაც ყველაზე მავნე იყო, ის გადმოვიდა ახალ დამოუკიდებელ მედიაში, დამოუკიდებელი საქართველოს პირობებში შექმნილ მედიაში, რომ ჟურნალისტებს აქვთ განცდა, რომ ინფორმაცია არის მათი საკუთრება. რომ რასაც მოიპოვებენ ეს მათია. ხელისუფლებას ყოველთვის აქვს ესეთი განცდა, რომ ის რაც უნდა გაავრცელოს ჟურნალისტმა, ის რაც უნდა მოიპოვოს და გადაამუშავოს და მიაწოდოს საზოგადოებას, ამაზე საკუთრება მხოლოდ მათ აქვს, სხვას არავის. და ორივე მხარეს ავიწყდება, რომ აი ამ სანდო, ამ უტყუარ, ამ გადამოწმებულ და ზუსტ ინფორმაციაზე საკუთრების უფლება აქვს მარტო მოქალაქეს. რომელიც სწორედ იმიტომ არ არის ჟურნალისტი, რომ ის არის ექიმი, არის მასწავლებელი, არის მუშა, არის ნოქარი, ის გადის თავის საქმეს აკეთებს და უბრალოდ შენ ჟურნალის გაძლევს ამის უფლება, ეს ხო მისი უფლებაა, კონსტიტუციური უფლება ინფორმაციის მოპოვება და გავრცელება, ეს ხო მარტო ჟურნალისტებისთვის არ არის ჩაწერილი კონსტიტუციაში. ის ამაზე არ ხარჯავს დროს. მეტიც ის ამაში ფულს გიხდის. შენ გაწეულ შრომაში გიხდის ფულს, რომ ის საღამოს რო დაბრუნდება და ჩართავს ტელევიზორს, მიიღოს ეს ინფორმაცია. მეტიც გაზეთს რო იყიდეს დილით და იმაშიც ფულს იხდის. აი ეს ყველაფერი რეკლამასაც რომ იღებს იგი ის ამაშიც ფულს იხდის. რატომ არ აკეთებს აქტიურად ამ მოთხოვნას? თუ შეიძლება მე გავლენაში ეს ნაწილი არ მიგულისხმია, მე მიგულისხმება მაგალითად დაახლოებით როგორი რა ამერიკულ მედიას აქვს ისეთი გავლენა, რომ ცვლილებებს ახდენს და უშუალოდ იმიტომ ახდენს ამერიკული ნიქსონი გადააყენა და და რომ არ ყოფილიყო საზოგადოების მხარდაჭერა ვერ გააკეთებდა ვერანაირი ამერიკული მედია. მე მხოლოდ ამ ეს გავლენა ვიგებ. რა განაპირობებს ამ მხარდაჭერას? საინტერესოა, მაგრამ ამაზე უკვე რეკლამის შემდეგ ვისაუბროთ, ამოიწურა უკვე ჩვენი საუბრის დრო გადაცემის ამ ნაწილში. დიდი მადლობა. გადაცემაში რეკლამის დროა, რომლის გავლის შემდეგაც ჩვენ გავიგებთ სტუმრებისაგან პასუხ შეკითხვაზე, რა არის ის მთავარი პირობა, რამაც ძლიერი მედია უნდა შექმნას ქვეყანაში, ვინ არის და ვინ უნდა იყოს ჟურნალისტი. რეკლამის შემდეგ დაგიბრუნდებით პირდაპირ ეთერში დაგველოდეთ. უმაღლესი ხარისხის ტყავისა და ნაჭრის სამეულები ავეჯის მაღაზიაში ტალი. რბილი, კოხტა, კომფორტული დივან-სავარძლების ფართო არჩევანი ფასდაკლებით. შესაძლებელია განვადება. მისამართი ტბელაბუს სერიძის ნომერი 21, მობილური 593 577 361 571 140 550. ავეჯის სალონი პაპილონი უკვე ბათუმშია და გთავაზობთ უმაღლესი ხარისხის ტყავისა და ნაჭრის სამეულებს, საძინებლებს, სასადილო გარნიტურისა და გარე ავეჯის მრავალფეროვან არჩევანს. პაპილონი, ავეჯი, რომელიც გილამაზებთ ცხოვრებას. რატომ? ფარმადება. იმიტომ რომ გთავაზობთ მაღალი ხარისხის მედიკამენტებს. თქვენ პროფესიონალები გემსახურებიან და აქ საუკეთესო ფასებია. ფარმადებოში ეს სიმართლეა. ფარმადებოს აფთიაქი უკვე კონსტანტინე გამსახურდიას 49-ში. მიგაჩნიათ რომ უსაფუძვლოდ გეზღუდებათ საკუთრების უფლება.
ეჭქვეშაყენებთ უძრავი ქონების პრივატიზების კანონიერებას. მიგაჩნიათ, რომ თქვენი ქონების ჩამორთმევა უსამართლოდ ხორციელდება? დაგვირეკეთ ცხელ ხაზზე. 832 260 1508 8422 29 საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო. სამართლებრივი დახმარების ცენტრი. ქართულ-ამერიკული კომპანია Design City ბათუმი გთავაზობთ ინტერიერის დიზაინსა და შიდა მოპირკეთების თანამედროვე და უმაღლესი ხარისხის მასალებს. ქსოვილები, შპალერები, კარნიზები და აქსესუარები, კედლების ღებვა ექსკლუზიური და ბუნებრივი მასალებით, დეკორატიული და მხატვრული ღებვა ამერიკული საღებავებით, კაფელმეტლახი და სიახლე ნესტისგან დამცავი სპეციალური მასალა, კალმატრონი, რომელიც საშუალებას მოგცემთ შეუნარჩუნოთ კედლებს იდეალური იერსახე. Design City ბათუმი, ჩვენ ვქმნით თქვენს კომფორტს. ბათუმი, გრიბოედოვის 2, ტელეფონი 27 70 19. თამაში დაიწყო. გამოიყენე შანსი, იმოქმედე სწრაფად. ამასობაში მოატყუა დარტყმა არის! ეს ტოტალიზატორი კრისტალ ბეტია. გააკეთე სწორი ანალიზი. ზუსტად ჩაიფიქრე სასურველი კომბინაცია. ამოქმედე შენი ინტუიცია და ეს არის ონლაინ ტოტალიზატორი კრისტალ ბეტი. კრისტალ ბეტ წერტილი. ჩამოდით სონი. გსურთ პომპეზურად აღნიშნოთ გრანდიოზულ ბრწყინვალე სანახაობა დაგციოთ თქვენი ბედნიერების დღე. ახალი სადღესასწაულო სივრცე განახლებული ბათუმის სინამდვილეში ყველა თქვენს ფანტაზიას რეალობად აქცევს. ამ დღეს ვერავინ დაივიწყებს. საქორწინო სახლი 64, მისამართი ორთა ბათუმის გზატკეცილი. სიახლე სავარძელში, ავეჯის მწარმოებელი კომპანია სავარძელი გთავაზობთ მაღალი ხარისხის მაგიდებისა და სკამების განახლებულ საზაფხულო კოლექციას. ჩვენთან ხარისხი გარანტირებულია. ჩვენ ვითვალისწინებთ თქვენ შესაძლებლობებს. ჩვენ თქვენთან ერთად ვადგენთ ფას. სავარძელი გემოვნებიანი ადამიანების არჩევანია. დაგვიკავშირდით savardeli.com. ბინების, მიწის ნაკვეთების, კერძო სახლების, ყიდვა-გაყიდვით, ქირავნობით ან გირავნობით დაინტერესებული პირების საყურადღებოდ. ბათუმში შეიქმნა უძრავი ქონების თანამედროვე ტიპის სერვისი, რომელიც ქართული, ინგლისური და რუსულენოვანი ვებგვერდის მეშვეობით გაგიწევთ მომსახურებას. აკრიფეთ ინტერნეტში newsservice.g ან დაგვიკავშირდით 593 555 777. წინასაარჩევნო დაპირების მოლოდინში მცხოვრები ოჯახების ისტორია და პასუხები კითხვაზე, რატომ ვერ შეასრულა მთავრობამ დანაპირები, ჩინოვნიკების ურთიერთსაწინააღმდეგო განმარტებები და ისევ დაპირება. ჩვენ გიამბობთ, თუ როგორ განკარგავს ბათუმის მერია საბინაო ფონდს და ვის ჩუქნის თვითმმართველობა ბინებს. ჟურნალისტური გამოძიება, უცნობი ფაქტები. 5 ნოემბერს 22 საათსა და 20 წუთზე ტელეარხი 25-ის ეთერში. ფილმი პირველი, ბათუმი ბარაკების გარეშე. გადაცემა უპასუხეთ ხალხს ისევ პირდაპირ ეთერშია და ჩვენ ქართულ მედიაში არსებულ პრობლემებზე ვსაუბრობთ. ჩვენი სტუდიის სტუმრები არიან საინფორმაციო სააგენტო ინტერპრეს ნიუსის ჟურნალისტი მარინე კუპრეიშვილი, გაზეთ ბათუმელების ჟურნალისტი ნათია ზოიძე და მედია ექსპერტი ზვიად კორიძე. შეგახსენებთ, რომ თქვენ შეგეძლოთ გამოხატოთ თქვენი მოსაზრება ან დასვათ შეკითხვა. დაგვირეკეთ ტელეფონის ნომერზე 27 69 25. დაგვიმეგობრდით Facebook-სა და Skype-ში ლათინური შრიფტით მისამართზე უპასუხეთ ხალხს და გამოგვიგზავნეთ თქვენი შეკითხვები. სანამ საუბარს განვაგრძობდეთ, მოვისმინოთ ხალხის შეკითხვები, რომელიც შემთხვევითობის პრინციპით ბათუმის ქუჩებშია ჩაწერილი. დღევანდელი ჟურნალისტები არიან ობიექტურები? რატო ხართ გაყოფილი ხელისუფლებისა და ოპოზიციის მომხრეებად? კი ბატონო. ითვალისწინებთ ხალხის ინტერესებს დღეს ჟურნალისტებო? რატო სვამს ჟურნალისტების სხვას ნაგანახებ შეკითხვებში? აი ესეთი ხალხის შეკითხვები და საინტერესოა თქვენი პასუხები. ბატონო ზვია, თქვენგან დავიწყოთ. რა გაჩვენეთ მაყურებლების ამგვარმა შეკითხვებმა? ხომ ჩანდა რაღაც ერთგვარი დამოკიდებულება საზოგადოების მედიის მიმართ? ხო, თქვათ რომ როგორც აღნიშნეთ, ეს არის შემთხვევით შერჩევით პრინციპით, ხო? ხო, რაღაც ალბათობას გვაძლევს, რომ დღეს ეს განწყობები რა თქმა უნდა არის საზოგადოებაში. რა თქმა უნდა არის, მაგრამ ამ განწყობებს შეცვლის ერთი რამ. არსებითად ერთი რამ, რაზეც წეღან აი რეკლამის წინ
პრინციპში მომიწია საუბარი და ახლა დავასრულებ. რომ აი თითოეულმა მოქალაქემ, რომელიც ახლა კითხვებს სვამდა, ყველა ის მოქალაქე, რომელიც თქვენ გადაცემას უყურებს და აქ დარეკა ხო ერთმა მოქალაქემას და კიდე ალბათ ბევრიც დარეკავს, სწორად გაასიგრძე განონ, რომ ეს ინფორმაცია არის მათი საკუთრება. თუ ტელევიზია გაწვდის ინფორმაციას, რომელიც არ არის გადამოწმებული, არ არის ზუსტი, არ არის მიუკერძოებელი, რა გაიძულებს რომ უყურო ამ არხს? თუ გარჩევანი არ აქვს, თუ გაზეთი გატყუებს ერთხელ, გატყუებს ორჯერ, სამჯერ, თუ არ გაწვდის ინფორმაციას, რომელიც არის ზუსტი, რომელიც არის შენთვის საჭირო, შენი სამოქალაქო ძლიერებისთვის საჭირო, მაშინ რატო ყიდულობ იმ გაზეთს? და იყიდე ის გაზეთი, რომელიც არის ასეთი, უყურე ისეთ ტელევიზიას, რომელიც არის შენი პარტნიორი. ანუ ამის არჩევანი არსებობს, თქვენ ფიქრობთ, ქართულ მედია იცით რა, აუცილებლად შეიქმნება ამის არჩევანი, ეს ბუნებრივი პროცესია. იმიტომ რომ ოპოზიციები ეს ბუნებრივი ეს პირველადი პროცესია, ეს ხომ დღეს არ გაჩნდება, პლუსი და მინუსი ყოველთვის იყო. ყოველთვის იყო ეს და ეს არ შეიძლება სხვანაირად იყოს. ამიტომ როცა არის ერთი მედია საშუალება ისეთი, რომელიც არ ვარგა, აუცილებლად იქნება მედია საშუალება, რომელიც ვარგა. და უყურე იმას. აი ეს არის ფორმულა. ეს აძლიერებს დემოკრატიას. საზოგადოებაში რა პრობლემაა? წაღან თქვენ ამბობდით რამდენიმე წუთის წინ არავინ არ უნდა მოვიცნო ამერიკაში სხვადასხვა საზოგადოებაო და ის სხვადასხვანაირად რეაგირებს თქვა მედიის მიერ წამოჭრილ პრობლემებს. აი 14 გამოძიება, რომელიც ნათიამ გააკეთა. და ბევრ მათგანს მე პირადად ვიცნობ, თქვენც იცნობთ ალბათ და წაგიკითხავთ, ხო? აი საზოგადოება, მათ რომელთა წევრებიც აი ეს მოქალაქეებიანი, ვინც ახლა საუბრობდა, ხო? რატომ არ გამოიყენა საკუთარი იარაღად ეს გამოძიებები? ყველა ერთად, აი, უნდა იპოვოს. როგორ უნდა გამოიყენოს, ანუ რა უნდა გაეკეთოს? აი, როგორ უნდა გამოიყენოს და ისე უნდა გამოიყენოს, როგორც მაგალითად მე დღეს ვუყურებ, მე წავედი დღეს ბათუმის სასამართლოში, საქალაქო სასამართლოში, სადაც იყო პროცესი, სწორედ ბათუმის ბულვართან დაკავშირებული ისტორიისა რა, აი, როდესაც გაიჩეხა ნარგავები და დაიწყო რაღაც გაუგებარი მშენებლობა, რომლის შესახებ არავინ არაფერი არ იცის რა. ვიყავი, აი, ხომ მოახერხა 7-მა არასამთავრობო, 8 არასამთავრობო ორგანიზაციამ მოახერხა გაერთიანება. თითოეულს ყავს რამოდენიმე ათეული, შეიძლება ასეული წევრიც, ხო? მოახერხა, ძალიან ბევრი მოქალაქე არის ამ შესახებ ინფორმირებული, ხო? ეს არის, აი პროცესი, რომელიც მედიაში დაიწყო, აი ესე გავრცელდა, ხო? ეს არის, ასე პოულობს ამერიკელი მოქალაქეც თავის პარტნიორს მედიაში. და იმიტომ დაუდგა გვერდით ვაშინგტონ პოსტს თავის დროზე, როცა იმპიჩმენტამდე მიიყვანეს ნიქსონის საქმე, ხო და გადადგა ბოლოს ეს კაცი. იმიტომ კი არ გადადგა, რომ მართლა ერთი კონკრეტული სტატიის შეეშინდა. მან დაინახა, რომ ამ გამოძიების უკან დგას საზოგადოება. რომელიც სხვანაირად მოთხოვს პასუხს. ხო, ეგ არის და ამიტომ მე ვთხოვდი უბრალოდ ყველა ჩვენს მაყურებელს, რომ ასეც ნუ გავემიჯნებით მედიას. იმიტომ რომ მედია არის თქვენი პარტნიორი. გასაგებია, დიდი მადლობა. კაპიტანი მარინა, თქვენ რას უპასუხებთ? ხალხს საინტერესოა, დღეს რა მოთხოვნები აქვს თქვენი შეფასებით საზოგადოებას მედიის მისამართი და თუ აისახება შემდეგ საზოგადოების ინტერესები მედიის შინაარსზე? საერთოდ საზოგადოებას ყოველთვის ჰქონდა მედიის მიმართ ერთადერთი მოთხოვნა. მან იცოდეს ზუსტი შეულამაზებელი და პირუთვნელი ინფორმაცია რა ხდება დღეს ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ. შეიძლება ისმის ასევე რომ თქვა სკანდალის და აგრესიის მოთხოვნილება აქვს მაყურებელს და თქვა იგი ორი უკიდურესობის ნახვის და არა თქვა რაღაც სრული ინფორმაცია. სკანდალი არ არის ცუდი, ჯობი უკაცრავ. ხო, არა, გასაგებია, მაგრამ ის 14-ე გამოძიება ხო სკანდალურია. თავისი ბუნებით ხო ეს სკანდალია, ეს პატარა ქალაქში ხდება ერთი წლის განმავლობაში 14 ჟურნალისტური გამოძიება. აბა რა არის? ხო, მაგრამ ეს სკანდალი იწვევს უფრო დიდ ინტერესს, თქვა პოლიტიკური დუეტი რაც იქნება, თქვა იყო ტელეშოუში, ეს უფრო დიდ სკანდალს გამოიწვევს. საერთოდ ასეთი ფორმულით ხელმძღვანელობს ყოველთვის ხელისუფლება, როდესაც უნდა ხალხი ყავდეს მორჩილებაში. მიეცი ადამიანებს სანახაობა და პური. არავითარ შემთხვევაში მედია ამ შემთხვევაში მისი იარაღად არ უნდა იქცეს. მედია უნდა იყოს ის მოდარაჯე ძაღლი, რომელიც ყოველთვის პირუთვნელად შეაფასებს მიმდინარე პროცესებს და ხელისუფლებას აიძულებს, რომ მან ხალხისთვის იმუშაოს და არა ხალხი ამყოფოს მისი კეთილდღეობისთვის. ესაა მედიის მთავარი დანიშნულება. როგორც კი მედია დაკარგავს ამ ფუნქციას, მაშინ ჩათვალეთ, რომ ქვეყანა დაქცეულა. და არ ამგონია ახლა მეტნაკლებად მაინც ხერხდება ეს იგივე ნათიას მაგალითით, იგივე სხვა ჟურნალისტური გამოძიებები, რომლებსაც ჩვენ ვხედავთ ძალიან ხშირად, ცალკეული ტელეარხები ახერხებენ ამას. სტუდია ობიექტივი მაგალითად, რო იტყვიან
მართალი სიტყვის და სიმართლისა და რაჯოზე იბრძვის კარგი ხანია. ბატონი ზვიადი ავიღოთ თუნდაც, როგორ დამაშვრალი იყო ის, როდესაც ფოტორეპორტიორების საქმე იყო, მაშინ სწორედ ჟურნალისტთა ქარტიამ ამოიღო პირველმა ხმა თავის ირგვლივ შემოიკრიბა ვთქვათ ის ხალხი, რომელიც ამ ქარტიის წევრი არ იყვნენ და მაშინ საოცარი ერთსულოვნება იყო და რომელი ერთი მაგალითი მოუყვე. თუნდაც ის რევოლუციები, გახმაურებული რევოლუციები და თუნდაც ბოლო ვარდების რევოლუცია, ჟურნალისტები მაშინ ერთსულოვნები იყვნენ, რომ შესაძლებელი იყო ქვეყანაში რაღაცა საზოგადოებრივი შეკვეთა შესრულდა მაშინ და ჟურნალისტებზე ძალიან დიდმა პროცესებმა გადაიარა მაშინ, მაგრამ როდესაც ასეთი ომგადავლილი და ასეთი ომგადახტილი ჟურნალისტი უკვე შეკვეთებზე იწყებს მუშაობას, იქ უკვე ძალიან ცუდადაა საქმე და ისევ პატიოსანმა ჟურნალისტებმა უნდა აიღონ თავის თავზე სიძინე და საზოგადოებას დაუდგნენ. ჟურნალისტები არ ითვალისწინებთ ხალხის ინტერესებს, ვთქვათ, ერთ-ერთი მაყურებელი ამბობდა ნათია, თქვენ რას უპასუხებთ მაყურებლების ამ შეკითხვას? თუ მაყურებელს ასეთი განცდა აქვთ, ჩვენ მოქმედმა ჟურნალისტებმა ამაზე ბევრი უნდა ვიფიქროთ. რომ ალბათ ამას აქვს საფუძველი და ტყუილად საზოგადოების ნაწილი ჩვენზე ამას არ იფიქრებს. ნუ ეხლა შესაძლებელია ჩვენ ვცდილობთ, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. საზოგადოება ითხოვს ჩვენგან უფრო მეტ ინფორმაციას და ჩვენ უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ როგორც ჩანს იმისთვის, რომ ის უფრო მეტად ინფორმირებული იყოს. გასაგებია, დიდი მადლობა, მაყურებელი გველოდება. გისმენთ, თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ. გამარჯობა. გამარჯობა. მე მაქვს პროექტი სერიოზული, ესე იგი სიმართლის წრე უნდა შექმნათ თქვენ ყველა მოხი. სიმართლის წრე, სადაც ითქვა სიმართლე და შემდეგ ეს სიმართლე უნდა იქნას დაცული. ის წრეში უნდა ითქვას სიმართლე, თქვენ უნდა შექმნათ ეს. რას ნიშნავს სიმართლის წრე? იქნებ დააკონკრეტოთ სიმართლის წრე დააგვიდეს სიტყვებს სიმართლის წრე უნდა შექმნათ თქვენ. სიმართლის წრე გასაგებია შეკითხვა თქვენთვის. და იქ უნდა ითქვას საზოგადოების და უნდა წამოვიდეს ხმები ამ ტრეკში. სიმართლე უნდა წამოვიდეს. დასახელდება წინადადება, ვინ აშავებს, ვინ არ აშავებს. გასაგებია, დიდი მადლობა რომ გიყურებთ და გამოხატოთ თქვენს პოზიციას. ეს იყო რაღაც მაყურებლის ერთგვარი რჩევა. დიახ, მოკლედ. ბატონმა ზვიადმა დღეს ახსენა სასამართლო პროცესი. და სხვათა შორის, აი, როდესაც ახალი პოლიტიკური მოძრაობა იწყება საქართველოში და ამას ხალხი რატომღაც ძალიან დიდი მოლოდინითა და ძალიან დიდი იმედით უყურებს, სწორედ ერთ-ერთი მთავარი რეფორმა, რომელიც უნდა გატარდეს, ეს სასამართლო სისტემაში არსებული ვითარების ალბათ არსებითი შეცვლა უნდა მოხდეს. და იქ როდესაც მიზნის მიღწევაზეა საუბარი, თუ ჟურნალისტი მართლა ბოლომდე მიყვება საქმეს და იმას საგაზეთო სტატიის დონეზე არ გააჩერებს პროცესს და იმას შემდგომი განვითარება ექნება, თუ სასამართლო დარბაზში გადანაცვლებული ეს საქმე გარკვეული შედეგით არ გამოვიდა იქედან. ეს იქნება ძალიან ცუდი. და თუ ასე ერთმანეთთან ჯაჭვური რეაქცია მოხდება ისე, რომ ის რასაც ჟურნალისტი მოიკვლევს, ამ ხელს ჩინოვნიკს დანაშაული გამომზეურდება, შემდეგ ეს გადაეცემა სამართალდამცველებს და იქ უკვე ამას შესაბამისი რეზონანსი მოყვება. ჩავთვალოთ რომ ჟურნალისტიკა ხო რეზონანსი რამდენად მოყვება როცა პოლიტიზირებულია როდესაც ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებების სტატისტიკის თანახმად ბოლოს მიიღეს მე მგონი ბოლო წლებში პირველი გამომართლებელი განაჩენი როდესაც ეს მარტო ჟურნალისტებზე არ არის დამოკიდებული სწორედ ამის თქმა მინდოდა მე რამდენიმე წუთის წინ როცა ამაზე ვსაუბრობდით რომ ანუ რაც მე ვიგულისხმე გავლენაში ეს მხოლოდ ჩვენი მისაღწევი არ არის იქ რა თქმა უნდა გაგრძელდეს დავა და ჩვენ რა თქმა უნდა გქონდეს შემდგომ სამართლიანი სასამართლოს იმედი. ეს საინტერესოა, მაგრამ თქვენი პროგნოზი როგორია, ხო? ჩვენ ვამბობთ, რომ პოლიტიკური პროცესებზე არის დამოკიდებული მეტწილად საქართველოში მithumetes მედია. პოლიტიკა ხდება ორ პოლისიანი. ვერ ხვდები რაც გულისხმობ. ანუ როგორ იქნება პოლიტიკური პროცესი, თქვა, ვინ იქნება ხელისუფლებაში, ანუ მოინდომებს თქვა შეიქმნას მედიისკთვის განვითარებისთვის შესაბამისი გარემო, ხო? ანუ ეს არის დამოკიდებული პოლიტიკაზე, იმიტომ რომ ჯერჯერობით არ გვაქვს ჩვენ ისეთი გარემო, რომ თქვა მედია იქცეს ბიზნესს. ცოტა სხვანაირად მისმის მე საკითხი, მე არასოდეს არ ველოდები ხელისუფლების გარო რომელიმე ხელისუფლება მოვა და ჩემს უფლებებს მომართმევს ლანგარზე. მე ვფიქრობ, რომ აი სხვათა შორის ახლა გამახსენდა რაც თქვენ ეს შეკითხვა რო დასვით, მედვედევის და ნოვაია
ნოვაია გაზეტას რედაქტორის დიალოგი. როდესაც საუბრობდნენ ისინი მედიაზე, ეს არის ერთ-ერთი თავისუფალი გაზეთი რუსეთში, რომ რა პრობლემაა და ნოვაია გაზეტას რედაქტორმა უთხრა, რომ არის დამოუკიდებელი მედიის, თავისუფალი მედიის პრობლემა რუსეთში. რა, შენ არა ხარ თავისუფალი, უპასუხა მედვედევმა. რა თქმა უნდა, ნოვაია გაზეტას რედაქტორს ეს არის ის გაზეთი, რომელსაც აქვს მართლა ენი რაოდენობის საგამოძიებო სტატიები, რა თქმა უნდა, არის თავისუფალი. მე არ ვფიქრობ, რომ რომელიმე ხელისუფლება მოვა და მეტყვის, აჰა, შენ თავისუფალი ხარ და გააკეთე რაც. ხო, მე რას გეკითხებთ, თუ თქვა ჟურნალისტმა ვერ მოიგო საქმე სასამართლოში, თუ კი მედია ორგანიზაციებს შეუქმნიან ხელოვნურ პრობლემებს და ჩვენ ვიცით ძალიან ხშირად სპეცრაზმი თუ კი შემოიჭრა ტელევიზიაში ან გაზეთში და ასე შემდეგ. ხო, მაშინ ბუნებრივია ძალიან შეფერხდება თავისუფალი მედიის განვითარება. ანუ ჩვენ ერთგვარად ვიცით, თქვენ მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების დამოუკიდებელი მედიის მიმართ. თუ სოლიდარულები ვიქნებით, მე მგონი, ჩვენ ყველა პრობლემას მოვაგვარებთ, მედიის ყველა პრობლემას მოვაგვარებთ და სოლიდარობა. ჩვენ საკმარისად არ ვიყავით მზად იმისთვის, როდესაც მოვიდა ეს ხელისუფლება, ჩვენ მე მგონი არ გქონდა კარგად გათვითცნობიერებული რაღაცეები. ახლა გაქვს გათვითცნობიერებული? უნდა გვესწავლა წესით. უნდა გვესწავლა და თუ ვერ ვისწავლეთ, სულ იქნება ეს პრობლემა. ასე მგონია მე. ეს არის მაღალი სტანდარტის დემოკრატიისთვის დამახასიათებელი, რომ ჟურნალისტი დაწერს სტატიას, გავაკეთებს გამოძიებას, ამას საზოგადოება დაუჭერს მხარს, იქნება სასამართლო პროცესი, რა თქმა უნდა, იქნება იმპიჩმენტიც, ყველაფერი იქნება. ეს არის მაღალი დემოკრატიისთვის, მაღალი სტანდარტის ჩვენ ჯერ ამისთვის არ უნდა მოვემსახუროთ. რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა ვიაროთ ამ გზით. თუ ჩვენ გვინდა დემოკრატიულ საზოგადოებას. აი სოლიდარობა რა უნდა გააჩინოს, რადგან თია სოლიდარობა უნდა გააჩინოს ღირებულებამ, უნდა გააჩინოს პროფესიული სტანდარტების სწორად გააზრებამ, უნდა გააჩინოს ეთიკური ნორმებისადმი პატივისცემამ, უნდა გააჩინოს. რა გააჩენს ამას, რა იქნება ამის მთავარი პირობა, რომ ეს ამის მთავარი პირობა დირექტიულად არ მოდის. ხელისუფლების შეცვლით, რამდენიც არ უნდა იძახოს ბიძინა ივანიშვილმა, რომ მისი შექმნილი დემოკრატია იქნება უჩვეულო და ევროპას გააუცებს, ის ვერ შექმნის, ერთი კაცი ვერ შექმნის დემოკრატიას. ამით განსხვავდება დემოკრატია დიქტატურისაგან. დემოკრატიას ქმნის დემოსი, ხალხი ქმნის და საზოგადოებამ და მედიამ უნდა შექმნას დემოკრატიული გარემო და არა ხელისუფლებამ ზემოდან. ეს არის არსებითი. ამიტომ უნდა ვიაროთ ჩვენ იმ სასამართლო პროცესებზე. წავაგებთ დღეს, წავაგებთ ხვალ, უნდა ვიაროთ. ანუ ის რაც ხდება გაზეთის ფურცლებზე, ის რაც ხდება ტელევიზიის ეკრანზე და რაზეც ჩვენ ვამბობთ, რომ აი ეს არის ჟურნალისტიკა, ის უნდა გადავიდეს სამოქალაქო ცხოვრებაში. გასაგებია. ამიტომაც არის, თუ დააკვირდებით, ამერიკაში ჟურნალისტებს არ კლავენ ამის გამო. როდესაც ისინი არიან სამოქალაქოდ აქტიურები, ხო? როდესაც მათი ჟურნალისტური გამოძიებები ხდება სასამართლოს განხილვის თემები, მაგრამ რუსეთში იმავე ნოვაია გაზეტა ჟურნალისტი ანა პოლიტკოვსკაია სწორედ იმის გამო, რომ ის იყო სამოქალაქო აქტივისტი უკვე, ანუ მან ვერ მოახერხა სასამართლომდე მიტანა და სასამართლოში გამარჯვება იმ საქმეებისა, რაზეც წერდა, მოკლეს. გასაგებია. დიდი მადლობა. ეს არის. დიახ, მაყურებელი გველოდება და შენ ეკავეცილებლად გისმენთ თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ. გამარჯობა. გამარჯობა. ალე გამარჯობა. მოგესალმებით, გისმენთ. ყველანაირად გილოცავ ყველაფერ დღეს ჟურნალისტის ფუნქციის ძალიან დიდი გადაცემაა, ლამაზი გადაცემაა, მაგრამ რაღაცნაირად ეს ყველაფერი ხო, რასაც უყურება რა, რაღაც მაფიოზურ პლანს დაესგავს რა უბრალოდ. რასაც შევხედეთ აი ამას ინად. რაც იყო ეს ივანიშვილის რაღაცებზე. პრესკონფერენცია. აი ბავშვობიდან უყურებ ამ ყველაფერს და ძალიან სიამოვნებს რომ ეს ყველაფერი არის ძალიან მაღალ დონეზე, მაგრამ ამ ბოლოს აი მაფიოზური კლანია უბრალოდ ეს ჟურნალისტების რაღაცნაირი ჩემი შეხედვით. რატომ გაგიჩნდათ ასეთი შეფასება რა არის? რატო შემიძლია? აი რასაც უყურე ივანიშვილის პრესკონფერენციას, ხო? მე რაღაცნაირად ვფიქრობ რომ რაღაც ჩადებული აქვს, რაღაც ტვინი, რომელიც მუშაობს რაღაცნაირად არა ფუნქციონალურად მუშაობს ყველანაირად დედასპიცავა, აი გეუბნები რა უყურებ ბავშვობიდან ამ გადაცემას და საერთოდ თქვენ 25 ძალიან პატივცემ, პათუმელი კაცი ვარ მე თვითონ და რაღაცნაირად მე არ ვიცი რა უბრალოდ. გასაგებია, დიდი მადლობა რომ გამოხატეთ თქვენი პოზიცია მეშინე. შემეშინდა იმ ყველაფრის, რასაც ვხედავ და რასაც უყურებ. როდის შეიძლება გახდეს საშიში ჟურნალისტი? ლები ვართ ვილაპარაკოთ სიმართლე. შეგიძლია თქვით, რატომ გახდა საშიში თქვენთვის ჟურნალისტიკა? აი რატომ ნახე ამ ბოლოს ობიექტივიდან? ხო. იგივე კლანური გახდა რაღაცნაირად, გაიგეთ? კლანური გახდა და ეს ყველაფერი უნდა იყოს ალბათ დადებითი, კარგი, აი ხალხის რაღაცნაირად გულიდან ამოღებული სიტყვებს აღარ ლაპარაკობენ, რა ჭირდა ხალხს? რა დაემართათ ახალგაზრდებს, ლამაზ გოგოებს, ლამაზ ბიჭებს?
გასაგებია თქვენი შეფასება დიდი მადლობა რომ გვიყურებთ. მაფიოზურ კლანს შეადარა ჟურნალისტიკა ჩვენმა მაყურებელმა. თქვენი შეფასება კაპიტანეთია. და მეშინია უკვე დღევანდელი ჟურნალისტიკის, ხო, ეს თქვა. ხო, იცით რა არის ჯაბა. თუ ჟურნალისტის ეშინია ხელისუფლებას, მე ვფიქრობ, რომ ეს არ არის ცუდი. იმიტომ რომ, აქვს რა განცდა. ჩინოვნიკი, რომელიც დაუმსახურებლად იღებს დაუშვათ დანამატს, სახელმწიფო დანამატს, იმას უნდა კონდეს იმის განცდა, რომ უნდა ეშინოდეს ჟურნალისტი, ჟურნალისტი რომ მივა საჯარო ინფორმაციის გამოსათხოვად, იმას უნდა კონდეს, რა თქმა უნდა, შიშის შეგრძნება. CNN-ისაც ეშინიათ, BBC-საც ეშინიათ, ანუ მე ვამბობ ხელისუფლების წარმომადგენლებს, ჩინოვნიკებს, ანუ ადამიანებს, რომლებთაც აქვთ საფუძველი ამისა, რომ ეშინოდეს. საზოგადოებას როცა ეს უჩნდება, მე პირადად ვთქვი რამდენიმე წუთის წინ და ახლაც ვიმეორებ. გულისწყეთის მომენტი მაქვს ამასთან დაკავშირებით, რომ ესე იგი ჩვენ ვერ ვართმევთ თავს იმ საქმიანობას, რასაც ჩვენ ვაკეთებთ და იმიტომ გაჩნდა ეს განცდა საზოგადოებაში. გასაგებია, ახლა მოვისმინოთ, რას ფიქრობს საზოგადოება, ხალხი ქართულ მედიასთან დაკავშირებით, ეს მოსაზრებები ჩაწერილია ასევე ბათუმის ქუჩებში, გთხოვთ ვიდეო. ვენდობით თუ არა ჟურნალისტებს და მათ მიერ მოწოდებულ ინფორმაციას? რა თქმა უნდა, ვენდობით, იმიტომ რომ ჯერამე მათი ობიექტურობისა. აუცილებლად ვენდობ. მათი პროფესიონალიზმი. რა თქმა უნდა, პროფესიონალიზმი და ობიექტურები არიან ძალიან. ნუ ეხლა ყველა არ არის, ეგეთ რამესაც კი ვიტყვი. ზოგჯერ არ ობიექტურად აშღერებენ და არის შემთხვევები, მაგრამ დღეს გეუბნებით მეტნაკლებად ვენდობით ჟურნალისტებს. ამახინჯებენ ფაქტებს თუ რატომ ამბობენ ისინი არასწორი ინფორმაციას? ვერ გეტყვი. ვისი ზეწოლა, რატომ, რისთვის, მაგრამ მე არ მომწონს. ენდო უნდა ენდო, აბა სხვანაირად როგორ უნდა ხნას ანუ. რატომ უნდა ენდოთ? ჟურნალისტმა უფრო მეტი იცის და უშუალოდ მე აგერ აქამდე დავდივარ და მე არაფერი არ ვიცი და ჟურნალისტმა უნდა გიგანახოს რა როგორ ანაირად და უნდა ენდო, აბა როგორ იქნება, სხვანაირად ვერ ძალიან ვენდობი ყველას. მიყვარს ყველანი. აი ესეთი იყო ხალხის შეფასებები, ჟურნალისტმა უნდა გვიკარნახოს რა როგორ და რანაირად თქვა ამბობდა ერთ-ერთი მაყურებელი ბატონი ზვიად. თქვენ რა მოიკითხეთ ამ შეფასებებში? საინტერესო. ცირეოდენი კორექტივი არის უბრალოდ გასაკეთებელი. ჟურნალისტმა არ უნდა უკარნახოს, ჟურნალისტმა უნდა მიაწოდოს ინფორმაცია. რომ სწორედ მე აი ამ ბატონმა და ყველა სხვა მოქალაქემ ვინც ყავდა ჩაწერილი და ვინც არ ჩაგიწერიათ, დილით რო გამოვა სახლიდან გააკეთოს სწორი არჩევა. ჩვენ ხომ არჩევნებისთვის მარტო არ გვჭირდება მედია. აი 4 წელიწადში, 5 წელიწადში ერთხელ რო გვექნება არჩევნები. თუმცა რისპანიშნებელია, რომ გამოგიტყუდა დიდი ნაწილი ამბობს, რომ მეტნაკლებად ვენდობი მედიას, ხო შეიძლება ასე ვთქვა, ამ 4 ადამიანის გამოკითხვიდან. ხო, 4 ადამიანი ამას ვკარნახობს, მაგრამ ბატონმა რომელმაც დარეკა 3 წუთის წინ თქვა, რომ რაღაცა კლანიაო, მაფიოზურიო. არ არის მაფიოზური კლანი, მერწმუნეთ, იმიტომ რომ მაშინ ეს დისკუსიაც არ შედგებოდა. და ამ თემებზეც არ ვისაუბრებდით, დღეს რომ ჟურნალისტიკა იყოს კლანი. და არ შეიძლება კლანი ჩამოყალიბდეს იქ, სადაც გვინდა რომ შევქმნათ მედია და შევქმნათ დემოკრატიული საზოგადოება, იმიტომ რომ კლანი მაინც არის დამახასიათებელი არადემოკრატიული საზოგადოებისათვის. თუ ჩვენ მივიღებთ სერიოზულ ავტორიტარულ მმართველობას, მივიღებთ დიქტატურას, მაშინ რა თქმა უნდა მედია იქნება ტიპური პროპაგანდისტული კლანი, სადაც მართლა ერთმანეთის ტყავს არავინ არ დახევს და მართლა არავინ არ ისაუბრებს ამ თემებზე. მაშინ რა არის, თქვენ როგორ შეგიძლიათ დაახასიათოთ დღევანდელი ჟურნალისტიკა და ეგრევე ეს დაჯგუფებები, რაც გვაქვს მედიას სივრცეში. მე არ ვიტყოდი, რომ რამე სტრუქტურირებული დაჯგუფებები არის, არიან ჟურნალისტები, რომლებიც იცავენ პროფესიულ სტანდარტებს, რომლებიც ყოველთვის ამოწმებენ ინფორმაციაზე სიაწვდიან მოქალაქეებს, იმიტომ რომ მათ მიაჩნიათ ეს არა მარტო საკუთარ პროფესიულ ღირსებად, არამედ პატივისცემად იმ მოქალაქეების, რომელთაც ეს ინფორმაცია ხვალ უნდა გამოიყენონ, არიან მიუკერძოებლები და იცავენ ეთიკას და არიან მეორე ტიპის ჟურნალისტებისა, რომლებიც არ დაგიდევენ ამ ყველაფერს. მათთვის მთავარი არის, რომ აბსოლუტურად გადაუმოწმებელი ინფორმაცია გამოაქვეყნონ, იმიტომ რომ გადაუმოწმებელი ინფორმაცია ხანდახან უფრო ხმაურიანიც არის, უფრო მეტი პოპულარობის მომტანიც არის და მეტიც ხშირად მინახავს მე ქართულ მედიაში შემთხვევა, როდესაც ჟურნალისტები იგონებენ ამბებს
და აქვეყნებენ ამ ამბებს და მერე უსვამენ კითხვებს მაგალითად ამ ამბების მონაწილე რესპონდენტებს, რომ აი ეს ინფორმაცია გავრცელდა და თქვენ ამის შესახებ რა სიტყვით. თითქოს ის რაც გავრცელდა უკვე აპრიორი არის სიმართლე. აი ეს არის პრობლემა. და როდესაც ყველას ქვია რა თქმა უნდა ჟურნალისტი, მე მოქალაქეებს აი ვინც თქვენ ჩაწერეთ და ხლა ჩვენეთ აქვთ იდენტური დამოკიდებულება, ახლა ვიღაცას მოწონს, ვიღაცას არ მოწონს. გასაგებია, დიდი მადლობა. კაპიტანი მარინა, თქვენი შეფასებით დღეს რა არის დღევანდელი მედიის მთავარი პრობლემა? ეს არის თქვათ უკავშირდება კანონმდებლობას, პროფესიონალიზმს, სარედაქციო დამოუკიდებლობის პრობლემას თუ აი რას და რა არის გამოსავალი? მე მაგალითად ერთი გარემოება ყოველთვის მაწუხებდა და ეს აქაც გაჟღერდა დღევანდელ ჩვენ შეხვედრაზეც ეს საკითხი. საჯარო ინფორმაციის მოპოვება და მისი საზოგადოებისთვის მიწოდება. დღეს საზოგადოებას ყველაზე მეტად აინტერესებს რა პრინციპით დგება ქვეყნის ბიუჯეტი, რამდენია ქვეყნის საგარეო ვალი, როგორი არის პრიორიტეტები, რომელიც მომავალი ბიუჯეტის დაგეგმვის დროს უნდა იყოს შედგენილი, თუ ითვალისწინებენ საზოგადოების მოთხოვნებს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მაშინ, როდესაც ქვეყანაში სოციალური ფონი ძალიან მძიმეა, მოსახლეობის დიდი ნაწილი ეკონომიკურ სიდუხჭირეს განიცდის, არის ძალიან დიდი არმია დაუსაქმებლობისა და ასაკიც ამ დაუსაქმებელი ხალხის არის საკმაოდ შემაშფოთებელი, საპენსიო ასაკის მიღწეული არც ერთი არ არის. ამ შემთხვევაში ჟურნალისტებს ხშირად უბლოკავენ ინფორმაციას. უნდა იყოს საჯარო განხილვები, უნდა იყოს ჟურნალისტებთან. ანუ სარედაქციო დამოუკიდებლობის პრობლემაა ყველაზე მეტად, ანუ ჟურნალისტები ვერ ეკეთებენ იმას, რაც მათი სურვილია. რა არის, იცით, მე გეუბნებით იმას, რაც ხალხს აინტერესებს. აი ქალბატონმა რო ბრძანა, რომ მე არ ვენდობი და მაგათი ინფორმაციების მაინცაც არ ვჯერაო. როდესაც ნაციონალური ტელევიზიები პირდაპირ დაბძარისად და ნაღარას სცემენ, რომ ჩვენთან ამაღლდა ცხოვრების დონე, ჩვენთან ეკონომიკური მდგომარეობა გაცილებით მაღალია, ვიდრე ეჯიბრებია თქვათ განვითარებულ ქვეყნებს, რომ სადაც ცხოვრების დონე ჩვენზე გაცილებით მაღალია და ამ შემთხვევაში საქმის რეალური ვითარება სულ სხვა რამეს აჩვენებს, რომ სანაგვებში იქექება ბავშვები, მოხუცები, ძალიან მძიმე მდგომარეობაა. ასე დროს, როცა ჟურნალისტი დუმს და ამ თემას გვერდს უვლის, ეს უკვე ძალიან ცუდის მანიშნებელია. გასაგებია. და ერთი და ორი ჟურნალისტი მარტო ვერ მოიყვანს გაზაფხულს, მაგრამ იმ ერთმა და ორმა ჟურნალისტმა იმდენი მაინც უნდა მოახერხოს, რომ საზოგადოების მხარდაჭერით მან ეს თავისი არეალი, მოქმედების არეალი და თავისი გუნდი უფრო გაზარდოს. ამაშია დღეს პრობლემა, იმიტომ რომ ჩვენ ზოგჯერ იაფასიან თემებს მოვეჭიდებით, გვინდა ვთქვათ, რომ საქართველოს დღეს რაღაც განსაკუთრებულ სიმაღლეზე ავიდა და ამ დროს რეალობას უცვარამია. ეს არის დღეს პრობლემა. მე ამას ვფიქრობ და ამ შემთხვევაში პროფესიონალიზმი, საქმისადმი თანმიმდევრული მიდგომა, ხელისუფლების გამუდმებით, ასე ვთქვათ, იმ მდგომარეობაში ჩაყენება, რომ ის მუდმივად პატივს სცემდეს მედიას და ის იყოს ანგარიშვალდებული ხალხის წინაშე და ეს მოახდინოს კომუნიკატორის, ჟურნალისტების მეშვეობით, თუ ეს პრინციპი იქნება დაცული და ჟურნალისტები თავის საქმიანობას სწორედ ამაც გაიხდიან, რომ ხალხს მიაწოდონ ზუსტი, პირუთვნელი, შეულამაზებელი ინფორმაცია რეალურ ვითარებაზე, მე მგონი მდგომარეობა. გასაგებია, დიდი მადლობა, მაყურებელი გოლდება ისევ ხაზზე. გისმენთ, თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ. ბატონო, გამარჯობა. მოგესალმებით. მასე პრობლემებზე შეიძლება ისაუბრო უსასრულოდ. თქვენ თუ გარკვეული გეგმა, შეიგი ღებულობ საზოგადოებიდან ხმებს. ან გავთ თქვენი მოსაზრება, ან მიიღო ჭკვიანი მოსაზრება საზოგადოებიდან. აი პროცესს საუბრო პრობლემებზე თქვენ. აი პრობლემებზე მილიონი წელი შეიძლება ისაუბრო. კონკრეტული აი პროცესი რა იცი. და როგორ ფიქრობთ, ვინ უნდა შეიმუშაოს გეგმან, რატომ უნდა შეიმუშაოს ეს? მე გეუბნები სიმართლის წრე, მე მაქვს პროექტი. ეს მოკლედ რაღაც სხვა თემას შეეხება, იქნებ თემასთან დაკავშირებით დაგვისვათ შეკითხვები. არაფერს სხვა თემას არ შეეხება, მე მგონი ამას ამ თემას შეეხება, რომელსაც საუბრობთ. მე მოვახდენ უბრალოდ პერიფრაზ ამ ბატონისა, კი, სიმართლის წრეზე უნდა ვიაროთ. ეს ჯადოსნური წრეა. და ეს არის ჟურნალისტი მოიპოვებს ინფორმაციას უტყუარად მიაწოდის მოქალაქეს, რომელიც ამას გამოიყენებს თავის მე არ ვიცი, სხვა გეგმა არ არსებობს. გარეთ უნდა გავიდე და შიგნით შევიდეთ ეთო.
ხო? გასაგებია. და რაღაც ერთგვარი ტენდენციაა ბოლოს, რომ ჟურნალისტები მიდიან პოლიტიკაში. თქვენ რას ფიქრობთ ამაზე დაკავშირებით და რა განაპირობებს ამას? ნუ მგონი ჩამოწვა შორსაც გვიყვა. ბოლო ხანებში შოდეს გაიხსნეს ამბები. არა, ჟურნალისტები იცით რა არის ხა ხონდა მაგის პრეცედენტები, რომ ქართული ჟურნალისტიკიდან პოლიტიკაში გადაინაცვლეს ადამიანებმა, მაგრამ ისინი უკვე აღარ არიან ჟურნალისტები, ბუნებრივია, როდესაც სხვა არჩევანს აკეთებენ და ანუ ადამიანები არიან თავისუფალი ამ ქვეყანაში, თუ ურჩევნიათ მათ პოლიტიკაში ყოფნა, წავიდნენ პოლიტიკაში, ისინი ვეღარ იქნებიან ბუნებრივია ჟურნალისტები და ჟურნალისტური პასუხისმგებლობები მათ არ აქვს. სხვა რა პასუხი შეიძლება კონდეს ახლა. გასაგებია. ასე ექიმებიც მიდიან პოლიტიკაში. ხო, და იურისტებიც მიდიან და ვისაც პოლიტიკის კეთების სურვილი აქვს, ის მიდის პოლიტიკაში. ხო, მაგრამ ამ ტენდენციას რა განაპირობებს? ხო, თუ კი არის ადამიანი აკეთებს ჟურნალისტიკას, ეს შემდეგ ტოვებს თავის პროფესიას და მიდის ჟურნალისტიკაში. ნუ ეს მისი არჩევანია, ჯაბა, მისი არჩევანია და ჩვენ ვერავის ვერ აუკრძალავთ ამ არჩევანს. თავარია პატიოსანი იყოს ის თავის არჩევანში. გასაგებია. თქვენი შეფასება გითხარით ბოლოს, რა უნდა იყოს მთავარი პირობა, რამე შეიძლება გააძლიეროს მედია? მედიის პრობლემები ზოგადად მიფიქრია მედიის პრობლემებზე და ვიცი რომ აი რაც უკვე ვისაუბრეთ მედიის პრობლემები არის პროფესიონალიზმი ჩვენ ყველას გვაქვს პროფესიონალიზმის პრობლემა ქართულ მედიაში არის ის რომ მედია გამჭირვალობის საკითხი ბადებს კიდევ უამრავ პრობლემას არ გვაქვს სოლიდარობის განცდა და გვაქვს საგამოძიებო ჟურნალისტიკის ნაკლებობა ანუ თუ ამ პრობლემებს მე ვფიქრობ რომ გავართმევთ თავს მოვერებით ვიმუშავებთ ამ თვალსაზრისით მე ვფიქრობ რომ უკეთესი შედეგი იქნება ხო გასაგებია ბატონო ზვიად თქვენ გითხარით თქვენი რეცეპტი რაღაც თქვენი მზა რეცეპტი ალბათ არ შეიძლება არსებობდეს მაგრამ თავი პირობები ხო რა თქმა უნდა მაგრამ თავი პირობები რა უნდა იყოს რომ მივიღოთ ისეთი მედია რომლის თავი პარტნიორი იქნება საზოგადოება და იქნება ორიენტირებული იმაზე რომ საზოგადოებას მიეწოდოს სრული ინფორმაცია და ზუსტი ინფორმაცია ავთ მაშინ ძალიან მარტივ რეცეპტს გეტყვი ჟურნალისტის თავარი ფუნქცია არის დასვას კითხვა მოიძიოს ის კითხვები რაც არის საზოგადოებაში დასვას ეს კითხვა და ყველანაირად ეცადოს რომ ამ კითხვებზე მიიღოს პასუხი რომელიც ასევე ჭირდება ამ საზოგადოებას აი ეს არის აუცილებელი თუ ამას გააკეთებს ჟურნალისტიკა დღეს ეს დიდად შეუწყობს ხელს ჩვენში სამოქალაქო ღირებულებების დას ჩვენ საზოგადოებაში და შემდგომ უკვე ჩვენ აღარ დაგვჭირდება აი ესე დაყოფა მედიისა, ხელისუფლებისა და ოპოზიციისა. აი მე მგონია რომ ეს არის ყველაზე მთავარი პრინციპი. ვიპოვოთ თემები, დავსვათ კითხვები და მოვიძიოთ პასუხები. გასაგებია ეს მუდმივი დილემაა თქვა ჟურნალისტიკის, მაგრამ როგორ უნდა მოიპოვონ ეს უფლება ჟურნალისტებმა? რა მოპოვებული უფლება იყო პრესკონფერენციაზე როზი ხარ. როცა დგები და კითხვას სვამ. რატომ მოხსენით 11 წლის წინ ირაკლი ტრიპოლსკი მეცხრე არხის დირექტორობიდან საზოგადოების რა სეგმენტს აინტერესებს ეს კითხვა? ამ კითხვაზე პასუხი. და ამ დროს არის ძალიან ბევრი კითხვა. ბეღურა შეჭამა თუ მერცხალი პინგვინმა, რომელიც ჭორბილაში ცხოვრობდა ტბაზე. საზოგადოების რა სეგმენტს აინტერესებდა ეს კითხვა? და თუ აინტერესებდა, სხვანაირად შეიძლება მის დასმა, ხო? თუნდაც ხა ადამიანია და მისი სურვილია ზებრას იყოლიებს სახში თუ პინგვინს. ეს შეკითხვები ამას აქვს თავისი მიზეზები. არ აქვს არანაირი მიზეზი. აი ზუსტად ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ შენ თუ აი ის კითხვები ვერ მიიტანე იქ რაც შეიძლება, რაზეც შენ იმუშავე, ხო? საზოგადოებაში, რაზეც მოაგროვე ინფორმაცია. ხო, მაგრამ მიზეზი ხო გქონდა იმას, თუ რატომ არ დასვე ჟურნალისტებმა ეს შეკითხვები, რაც უნდა დასმულიყო რეალურად. მე ვიცი ძალიან ბევრი ჟურნალისტი გნებავთ, ვინც პერსონალურად შეხვდა ბიძინა ივანიშვილს დაიღო ინტერვიუ და ვინც იმ პრესკონფერენციაზე იყო, როგორ მუშაობდნენ იმ კითხვებზე, ხო? რამდენ ადამიანს ხვდებოდნენ, როგორ აკეთებდნენ ზონდირებას ამ კითხვების, იმიტომ რომ ასე მარტივიც არ არის, ხო? მიდიხარ და ეკითხები, რომ ბეღურაში რა უნდა და ბეღურას პინგვინის პირში, ხო? და ირკვევა, რომ ბეღურაც არ იყო, მერცხალი ყოფილა. ესეც ვერ გამოიძიე და ისე დასვე კითხვა. აი ეს არის პრობლემა ჩვენი. ხო, მაგრამ იმ ჟურნალისტს რომ მოეძიებინა თქვა ინფორმაცია და ქონდა საშუალება და რა მნიშვნელობა აქვს ბეღურაში აფრინდა თუ მერცხალი აი ამიხსენი ჯაბა. მას სრული ჟურნალისტიკაზე საუბრობ. პოლიტიკაში გამოჩენა პინგვინს რატო დაუკავშირა მაინც და მაინც ამას ამბობს ბატონის ვიად. იქ გაცილებით სხვა საინტერესო შეკითხვები უნდა დასრულიყო რომ გაგვეკო ბოლოს და ბოლოს ეს კაცი ქართულ პოლიტიკურ სინამდვილეში რა მიზნით მოდის, რა უნდა საერთოდ და რა შეუძლია მას შეცვალოს საქართველოში დაუშვათ რომც მოვიდეს და რატოა ხელისუფლება ასე
ესე იგი მისი განცხადების გაკეთებიდან მესამე დღეს რატო უწყვიტავენ ამ კაც საქართველოს მოკალაკეობას და ბევრი და 3 დღით ადრე. და 3 დღით ადრე, ხო. ეს მე მაგალითად ეს მაინტერესებდა აქ. ეს ადამიანი არის თუ არა ის ძალა, რომელსაც ქართველი ხალხი თავის ხვალინდელ დღეს უნდა უკავშირებდეს. ან ამ ხელისუფლებამ თქვა, ამ ადამიანთან ურთიერთობით 5 წლის მანძილზე თუ ის 1.555 მილიონ რაღაც თანხით სხვადასხვა პროექტებს აფინანსებდა და მაშინ ეს ადამიანი მისთვის მისაღები იყო, როგორც კი ამ კაცმა პოლიტიკურ ავანსცენაზე გამოსვლა დააპირა, რატო გახდა მაშინ მიუღებელი? მე ამ კაცის მაგრამ თუმცა ეს კითხვები ხალბატონ მარინა ჟურნალისტებმა უნდა დაუსვან ხელისუფლებას. თუ არის ჟურნალისტები, ვისაც არ მიესწრება ხელისუფლებას, ან არიან ჟურნალისტები, ვისაც მიესწრება. ძალიან ხშირად ხდებიან. და იმათაც უნდა დაუსვან ასეთივე წარმატებით, ასეთივე შემართებით და გაგაბაძე მეკითხა, რატომ არ უსვამენ და მე მინახავს ბრიფინგებიც და სხვათა შორის იგივე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან და მე ყოფილ ვარ იმის მომწრედ, ალბათ ეს არის შესაძლებელია ჩემი პასუხისმგებლობის საკითხიც და არ გაუბივარ ამ პასუხისმგებლობას. ძალიან ხშირად საერთოდ არ ელოდება მიხეილ სააკაშვილი შენს შეკითხვას, ჟურნალისტის შეკითხვას, ის იწყებს ლაპარაკს, ამთავრებს და მიდის და მას არავინ არ აწყვეტინებს საუბარს. და თუ გაქვს მცდელობა და რამდენჯერმე დაუშვათ შეაწყვეტინებ, რა თქმა უნდა, არ გპასუხობს ის პასუხობს კიდევ საუბრობს იმაზე, რაზეც მას უნდა საუბარი. ეს რა თქმა უნდა არის ჩვენი პრობლემა და ეს ჟურნალისტები მე მინახავს დაუშვათ ამ გარემოშიც. სხვათა შორის ვამბობდი ახლა ამას წინათ, რომ მთავრობის ხდომა იყო და მოვედი ცოტა გაკვირვებული. იქ ახლა ჟურნალისტებს ნაკლებად ეხებოდა ეს ამბავი, მაგრამ მთავარი ფინანსური დოკუმენტის განხილვა მიდიოდა საათნახევრის განმავლობაში მთავრობის ხდომაზე და 10 ჯერ იკითხა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თუ აქ ვინმეს შეკითხვა და აღმოჩნდა რომ მთავრობის წევრებს იქ პრინციპში მთავრობის წევრები 4 არიან დეპარტამენტების ხელმძღვანელები 20 თუ 30 კაცი იყო საერთოდ შეკითხვა არა ჟურნალისტები მთავრობის ხდომაზე ახლა თვითონ პროცესზე ვერ დასვამდნენ კითხვებს მაგრამ ანუ ხედავ პრობლემას მე იმაში რომ მთავარ ფინანსურ დოკუმენტთან საერთოდ შეკითხვა არ დასმოლა. ანუ შეკითხვის დასმის გარეშე დასრულდა ყველაფერი. გასაგებია. დიდი მადლობა. სამწუხაროდ ამოიწურა ჩვენი საუბრის, როცა სიამოვნებით განვაგრძობდით თქვენთან საუბარს ამ თემებზე. ჩვენთან ჩაგვხვდა ასევე Skype-ის საშუალებით დათო ლიგლიკაძე, რომელიც არის რადიო ძველი ქალაქის ჟურნალისტი, ასევე საზოგადოებრივი მაუწყებელი ჟურნალისტი ქუთაისში, მაგრამ მან ეს ვერ მოახერხა. დიდი მადლობა თქვენ რომ მიყავით გადაცემა უპასუხეთ ხალხის სტუმრები, გემშვიდობებით ნახვამდის. კონკრეტულად გადაცემას უპასუხეთ ხალხს და ჩვენ ქართული მედიის პრობლემებზე ვსაუბრობდით. ჩვენი სტუმრები იყვნენ საინფორმაციო სააგენტო ინტერპრეს ნიუსის ჟურნალისტი მარინე კუპრეიშვილი, გაზეთ ბათუმელების ჟურნალისტი ნათია ზოიძე და მედია ექსპერტი ზვიად გორიძე. გმადლობთ ყურადღებისათვის, ნახვამდის.